დავიწყოთ შეწერა. ჯიმი, ჩემი მასპინძელი, ნიკო, სტუმარი და დათო ქორიძე. კამერის უკან ვიწყებთ განკითხვის დღეს. დღეს როგორი ენერგია სადავეები ავიღე ხელში ენერგიით მოვიდი. ენერგიით დამუხტული მოხვედი. იმიტომ რომ ხორცს ჭამბებს და შემიძლია. გაიაფს და ყველაფერი აგინავლება. შენ ჭამ ხორცს, ხო ადრე არ ჭამდი და ეხლა დაიწყე, ხო? იმიტომ რომ ენერგია გჭირდება რომ კურსები რო დაიწყე ფოტოგრაფიის, კარგად ასწავლო. ეს ვნახე რომ რაღაცა ის ქონდა, დავიწყე კურსი. მოვიდა ხალხი უკვე თუ ჯერ აგროვებ თუ რა ავითარება. 5 მაისს არის რეგისტრაციის ფორმა. ანუ რეკლამა აკეთეთ ხო არავის არ უთქვამს, მაგრამ ნუ რაღაც ახალი კურსები. 11 მაისს ვიწყებ. მაისის შორის. ღელავ ხო ცოტა რომ რაღაცა. ძალიან. ეს და ინტერესი ძალიან დიდია. რამე მომზადება უნდა კონდეს რაღაც ბაზისური ცოდნები თუ ყველაფერს აიკითხავენ რეგისტრაციის ფორმას თუ შეავსებ. ახლა იმას ჩემთვისაც რა უნდა κάνω დათო ქორიძე კურსები დასერჩოს თუ რაღაცა გააწვანა. ინსტაგრამზე. ანუ რა ვქნა ის? სადე რომ რაღაცა ისეთი მექნა რომ ვითომ რეკლამა არ არის თუ რაღაცა იმიტომ არ არის რეკლამა, უბრალოდ დამაინტერესა რა არის და აი აზი არა როგორ გადავიღო. ხო ყველას ხო ესე გონია რომ აი მინახავს როგორ ეუბნებიან ფოტოგრაფებს რომ აი გადამიღერა ეს შენი რამის ჩააჩხაკუნებ და რაღაც. აი ჩაჩხაკუნების იქით რა არის? ჩემი კურსი 30% არის ეგ როგორ გადავიღოთ და რა უნდა გადავიღოთ? ეს არის უფრო მნიშვნელოვანი, როგორ შევაყვარო თვითონ ეს პროცესი და ამბავი როგორ იპოვო შენს გვერდით. მოძებნო აი მაგაზია. აი ეს არის ეს პროფესიონალი ფოტოგრაფების დამპლური თამაშები. რითი გადაიღო არა აქვს მნიშვნელობა. იცი რატო, ანუ აბსოლუტურად მართალია. ამას გიმტკიცები. მე არაერთი უფრო ახლობელი ფოტოგრაფი მყავს ვიდრე დათო ქორიძე, ანუ მეგობრობ რა წრესთან. და ყველა არის, ანუ კულინართან რომ მიდიხარ, ეკითხა. უფრო ახლობელი შეიძლება იყოს, მაგრამ უფრო ფოტოგრაფი ვერ იქნება. არა, კაი ფოტოგრაფები არიან, ანუ ბარეორი, მაგრამ მაგათ ხონდა თუ ესე რომ საჭმელს რო გაიგეთებს ტიპი უბნები, რა ტაფა გქონდა, ანუ ხელი ტაფაც მქონდა, შეიძლება რაღაცა იმაზე ვერ გააკეთო ეს, მაგრამ არ არის ეგ მთავარი. ვაიმე, ნიკო, ტაფაშიც უზარმაზარ თანხას ხარჯავს ხალხი და ამაში ოპტიკაშიც. სულ ამათ რო უყურებ, ხო, აუ ბიჭო ლინზა რაღაც ვადა გავიდა ეს. ბოდიში, დღეს ხარისხიანი კამერა და ფოტოთი ვერავის ვეღარ გააკვირვებ. იმიტომ რომ პატარა ბავშვს აჩხოს ფულიანმა ოჯახის წევრმა კარგი კამერა. თავარი არის როგორ ყვები ამბავს. ტელეფონით გადაიღებ ხო რაღაცა ის ამბავს მოყოლა და ეს ემოციურობა რაც ფოტოში არის, მაგას ვასწავლებ. ანუ ფოტოგრაფებს აწუხებთ ხოლმე როგორც წესია შერასაც ამბობს, ეგ აკნინებს მაგათ თავარ საქმეს რაც გააკეთეს. ხო, ხატრები არის. ანუ ტიპს ეუბნები რომ მეც რომ მქონდეს ეგეთი რაღაცა $2000 ლინზა მეც გადავიღებ და ვერ გადაიღებდი. იმიტომ კი არა რომ რაღაცა ვერ გადაიღებ. ანუ იმას არ მიდიხარ ტარანტინოსთან ეუბნები რომ რედ კამერა გქონდა თუ რაღაც ანუ მქონდა კი მაგის გარეშე ვერ გამეკეთებინა. საკმარისი არის. აუცილებელი შეიძლება იყოს, მაგრამ საკმარისი არ არის. აი, არც აუცილებელი არ არის. აუ როგორ არ არის რაღაც ფოტო უდევ თვითონ ესე რენდომ გადაღებული რაღაცა სადღაც კილომეტრ ნახევარზე იქ დაზუმული, იქ ნიანგის ცხვირზე რაღაც კოლიბრის ჩიტი დაფარფატებს და იქ რაღაც წვეთები რაღაც და ყველა აიმე რა გიჟი ხარ, არა ნორმალური ხარ. ანუ ბუნების ფოტოგრაფი და სპორტული ფოტოგრაფი ვერ იქნება თუ რაღაც სიგიჟე არ აქვს, იმიტომ რომ წამებში უნდა ისე ხო? კარგი ფოტო ის მაინც რომ კოლიბრი რო ეგ არის კაი ფოტო და ის რომ არა ხო არის ეგეთები მინახავს და რო აქებენ რაღაცა და ქორის ფოტოები ხო გინახავს იქ იყო გასვენებაში და მოიტანა და შენ შეგეძლო ეგ გადაგეღო ამითი გადასარევი ის აქვს ფოტოაპარატი უნდა დადგე იქა და გადაიღო აი თქვა მარტო ფოტოზე რო თქვა მუსიკასთან ერთად რამდენჯერ ყოფილვარ გადასაღებად და აქედან თქვა აქცია არის და რეკავი რომ შენ ჩაყარე ფოტოები და მუსიკას ნერვები ეშლებოდა იმიტომ რომ კამერით არის წასული ფოტოგრაფია ეგ არის და მე ხედავ მე სად ვდგევარ და რას ვაჩხაკუნებს და ის სადგას და რას აჩხაკუნებს საერთოდ სხვანაირი ხედვა აქვს ანუ მე როგორც ჟურნალისტს რომელზეც თავს არ ვდებ გადასარევი და რაღაცა მაგრამ გამოცდილი ხო მაქვს ერთი ინსტინქტი რომ სად ვიდგე და როგორ ცოტა უკან ვარ ხოლმე რომ თუ რაღაცა ის წინიდან უღებს მე ზურგებს გადავუღებ ის სახეს გადავუღებს მე რომ რაღაცას დავინახავ ის მე თუ ვიღებ ერთი ორი მეც გამომივა ერთი ფოტო გამივარ და გახსოვს გირჩის იმაზე რომ ციყვი დააკავეს და რაღაცა ლეგენდა კაი ფოტო გამი ტელეფონი იყო და ის ვქენი სხვა ჩემ ადგილზე ქორი რო ყოფილიყო ან არაერთი საკოს ხო მეც მაგ თბილისობაზე პატრულად დათვს ელაპარაკე აუ ცანსაციო ფოტოები მოკლედ ქორი გასავლით ხეზე ასვას რა ხო ანუ არ მე თავს ვერ დავდებ რომ ქორი კარგად ასწავლის თუ ცუდად ერთი ვიცი რომ კარგად იღებს ფოტოებს და ლაპარაკი იცის და ხა იქ მე რა ნახოთ რა გამოვიდა რა არა ხეზე ასვლას ყველა ვარიანტში ასწავლის ოღონ თვითოულ ინდივიდზეა დამოკიდებული ეს ხე რამდენად მაღალი იქნება ნიკო მოკლედ
ჯიმი, შენ საქმე არ არის ამის სარეკლამო ტექსტის წერა, ანუ არის რა სასწავლის და რას არა, მაგრამ გვიყვარს და ალბათ კაი იქნება. იქნებ მე შემამჩნიოს ვინმე მე კოპირაიტის ამ ბავში და ეძებ იმას? ანუ შემჩნეული ხარ უკვე ჯიმის ვეუბნები ხოლმე ყოველ ჯერზე მე ყოფილი ბარებში დავდივარ და რაღაცა გარე და არაერთხელ ყოფილა, ანუ ძალიან ხშირად ყოფილა რომ ვიღაც მოდის ახალგაზრდა ხმალწვილი ან ქალბატონი მეუბნება რომ აუ რაღაცა ძალიან მოსწევი და ის ჯიმის გადაეცი რომ ძალიან გვიყვარს და გადმოცემ ხოლმე როდის გადმოცი ყოველ ჯერზე გადმოგცემ ხოლმე ხალხები არ მოაქვს ამბები მე და ქორძეს მოკიდა ხელი ლევდბენკში მიგიყვანთ შაბათს უფასო არის და ნახე არ მოაქვს ამბები ხალხო პირიქით ცუდი ამბები მოაქვს ჯიმი დაიმალე გეძებენ შენ რამდენად ხშირად ჭამ ხორცს? შენ ყიდულობ ხოლმე თუ? ხო, მე ხშირად არ მიწევს, ხშირად არ იშვიათად, ხო. მაგრამ ნუ ფასებზე მიდევს პულსი, ნიკო და აღფრთოვანებული ვარ, რომ გაიაფთა განსაკუთრებით რბილი უძულო ხორცი. ეხლა ნახე მანდ რა შეასაქმე. ჯერ ერთი მაყურებელს ვეტყვი, რომ ვისაც არ აქვს ესე პულსზე დადებული ხელი ყოველდღე იცვლება ხოლმე ვითარება. გუშინ წინ იყო, როდესაც ირაკლი ყობახიძემ მე კარდებში მაგრამ არ ვიცი სად თქვა მაგრამ თქვა რომ სად არის ეგეთი გაძვირებულიო რატო წაიღეთო ეს პარაფრაზია ეს სიტყვები არ თქვამს კვერცხს გაყიდინებთ 5 და 40-ათო და 9 კილო საქონლის ღორის ხორცს 10 ლარათო 5 და 40-ათო თუ 4 და 60-ათო 4 და 60-ათო ხო არ კვერცხზე ბოდიში აურია ხო მართალი ხარ მაგრამ ნუ ის საქონლის მძიმე ღორის ხორცს 9 კილოს 10 ლარა და ძალიან მენიშნა იმიტომ რომ რბილი ესე თქვა. ხო. და როგორც მე აღმოჩნდა ნუ სკრინები გულისხმობდა ორნაბიჯში ფას. ეხლა მე როგორც ხორცს ხშირად ყიდულობ ხოლმე და არა მარტო ხორცს ფასებს და ასე შემდეგ ხო მიყვარს ეგ საქმე, ოღონდ ისე ვერ მიყვარს თქო ბაზარში ფასები ვიცოდე და დილას ლილოზე წავიდე რაღაცა არა. აქ ახლა ხორცი უნდა გვედოს რბილი. უმი ღორის ხორცი 20 ლარი ღირს კილო. ანუ არ არის რაღაცა წარმოუდგენელი ფასი. რბილი რანაჭერია კაცშულმა არის და მაგას არ ყიდულობ ხოლმე მე ნუ გააჩინე თუ შეიძლება სუკი არ ღირს 20 ლარი არა რბილი სხვა არის სუკი სხვა არის ენაცვალი რბილი გულისხმობა რომ უძულოა ოღონდ ნახე საქონლის მძიმე ღორის ხორცი 9 კილო 10 ლარი არ ღირს არსად ღორის ღირს საქონელი არ ღირს საქონელი ბევრად ძვირია ეგ უნდა იცოდეს ადამიანმა კი მე რო გამოვიარე საყასპოში შევიხედე და ნუ კილო ღირდა 29 თუ რაღაცა ან ნაჭერს გააჩნია რა მე ხა სულ შოპინგობ ხოლმე და ისე ვარ ხო შეიძლება ფინანსური მდგომარეობა რო სიღარიბეში და რაღაცაში არ მხდება სული მაგრამ ამავე დროს თუ რაღაცაზე ფასდაკლება რაღაცა ის არის მაგას ყიდულობ ხოლმე ამას წინათ იყო თქვა კარფურში ვიყიდე ღორის ხორცზე იყო ფასდაკლება არ იყო გადასარავი ნაჭერი მაგრამ 16 და რაღაცა ყიდდა კილო არ ვაპირებდი ყიდვას მაგრამ ნუ მეთქი კაი ფასია და რაღაც 2 კილომდე ვიყიდე და მე ღუმელში შევიდე და მოკლედ კარგად გავაკეთე სხვა ნაჭრებიც ანტრეკოტი რაღაცები კარფურში მაინც 19 და 80 ღირს მე ვყიდულობ ხოლმე ღორის კისერს. შეიკა როგორც ქართულად იტყვიან. იმიტომ რომ ეგ უფრო გემრიელია, თუმცა არის ხარჯიანი, იმიტომ რომ როგორც წესი დიდი ქონის ნაჭერი აქვს ხოლმე ზევიდან, რომელიც უნდა ააჭრა, იმიტომ რომ დიდია მარტო ქონი არის და ძვალიც აქვს. ასე რომ სუფთა ხორცი ისე გამოდის. 20 ლარზე ზევით საკაიფოდ. კვერცხიც ხანისე ღირს ხანასე, მაგრამ იმის თქმა მინდა რომ ეს იყოს საილუსტრაციოდ იმისი რომ რატვინი წაიღეთ არ გაძვირებულა და მას მე ქარდები მხვდებოდა რომ იმედზე ეს თქოს და ის თქოს რომ თურმე საქართველოში უფრო იაფია რაღაცები რაც გერმანიაში არაც ერთო ჩემო ან ეგრე უნდა იყოს გერმანიცად იმათ შემოსავლი და თან საჩვენი და თან ისეთი მაგალითები იყო რაც არ არის მაინდა-მაინც ჩვენთან უფრო იაფი ვიდრე იმათთან რაც მოწმდება ალდის საიტზე შევედი ვიცი რომ სუპერმარკეტების ქსელია გერმანიაში შევხედე ავოკადო რა ღირდა და ჩვენთან რა ღირს და იქ უფრო იაფი იყო კიტრი ჩვენთან უფრო იაფი იყო მაგრამ კიტრიც ძალიან ძვირია ხოლმე გააჩნია როგორ შეგხვდება კიტრი ჩვენთან იაფი არის უცხოური აწერია ხოლმე ქართულების აკაიფო ძვირია დიდ მარკეტებში მაინც და ის უცხოური კიტრი ვიყიდე და არ იჭმევ წარე კიტრი შემხვდა პირველად წლების განმავლობაში ეგეთი აღარ გამიგი არაფერი და ნუ არაფრის გემო არ ქონდა კარაკს რაც შეეხება ძალიან დიდი კარაკი ხო კარაკი ნიკოს სისუსტეა კარაკი არის ჩემი სისუსტე იმიტომ რომ კარაკი ვიყიდე ამას წინათ ასევე კარფურში 7 ლარად იყო თუ რაღაც რაც ძალიან кайფ ფასია და შემოვი რომ რამდენი გრამი 200 მაგრამ საქმეშია 7 ლარი არ ღირს ეგ კარაკი კარაკის ფასი იყო 12 ლარი და ქონდა ძალიან დიდი სეილი ნუ თვითონ ნახე როგორ არის ანუ ვინც ვყიდულობთ კარაკს რომ
კარაქი უნდა იყიდო ხან კარფურში, ხან ევრომარკეტში, ხან ნიკორაში. ყოველთვის მე ეგრე მაქვს ხოლმე, იმიტომ რომ რომელი სადღაცა იქნება თავის პასში კარაქი რო იყიდო, გაიყიდები უძვირესია. 10, 11, 12 ლარი როგორც არაფერი ღირს და ნუ თუ კაი სეილეში და შეიძლება შეგვდეს 8 თუ აი გაგიჭირდა და სხვა არაფერი ცხრად, მაგრამ თავისი ფასი ეგ არ არის, ეგ არის სეილზე ფასი. ანუ ის რო იაფე სეილზე რაღაც შეიძლება იაფად შეხვდეს, ხო? კი. ასევე საქონლის და ღორის ხორცის ერთი მასში გაყვანა არის აბსოლუტური აბსურდი. ღორის ხორცი არის ზოგი, რომელიც 12 ლარი ღირს. ანუ ისა კანჭი. რომელიც არის ძალიან ხარჯიანი, შიგნით სუფთა ხორცი ცოტა არის და რთული გასაკეთებს, რთული არ არის, აი ჯერ უნდა მოხარსო მე საჩალიჩოა რა და თან არ არის საუკეთესო ნაჭერი იქიდან. და იმის და ხორციო ასევე ბოდიში ჩემთვის ფასები მნიშვნელოვანი საკითხია. არ ვიცი, კარდად ვნახე ბევრგან და იმედია რომ რაღაცა fake news არ ვავრცელებ, 4-ჯერ უფრო იაფი ღირს საქართველოში ღორის ხორცი ვიდრე გერმანიაში. ასევე ალდისაიძე შევედი, ღორის ესკალოპები ეხ 1 საათის წინ 1 კილო ღირდა 9 €18. რომელიც გადმოვიყვანე დაახლოებით 28 ლარია. რომელიც არ არის 4-ჯერ ძვირი საქართველოს ერთი და მეორე დაახლოებით იგივე ფასი, იმიტომ რომ ესკალოპები დაფილეებულია და არც კონიაკზე განსაკუთრებულად და არც ძვალი. აი დაახლოებით იგივე ფასი შეიძლება ცოტა ძვირი გამოვიდეს იმის გათვალისწინებით, რომ გერმანიაში რამდენი აქ ადამიანის შემოსავალი და აქ რამდენი აქ პენსია რა. ხო, აი მსყიდველობით უნარიანობა, ეგ არის, ხო ყველაფერი ფარდობითი არის. ვისაც სიტყვაზე ჯიბეში 1000 ლარი უდევს და ვისაც 100 ლარი უდევს, ხო? იმას სხვადასხვა რამე ეჩვენება ძვირად და იაფად, ხო? ბუნებრივი არის. ხო ეგრეა. ხო, ერთი ეგ და ნიკო, მერე თან როგორი რაღაცა არის, იცი? ანუ რა მოხდა? ხო თვითონ დაიწყო იმან კობახიძემ საუბარი ამ გაძვირებაზე და მერე გაიაფებაზე. აი განა რა მოხდა ამ 2 თვის განმავლობაში, რომ მანამდე ამბობდა, რომ ის ევროპასთან შედარებით სიძვირია ჩვენთან და ახლა ამბობს და იმედიც გვიმტკიცებს, რომ არ არის ეგრე და პირიქით არის. განა ეგეთი რა გააკეთეს? არა, ლოგიკა იყო ესეთი, რომ თავიდან ამბობდნენ, თავიდან იყო 2 თვის წინ, ანუ რაღაც ძალიან დიდი ხნის წინ არისო, რომ ეხლა სიძვირია მართლა და რა ხდება, ხალხი შევყაროთ, მოდი და ხალხო რატო არის სიძვირე, იმათ თქვენს რომ რავი რა არის, რა ვერ გავაიაფებთო და ეხლა ამბობენ რომ რა სიძვირეა თქვენო ხო არ გძმარავთო, სად ნახეთ სიძვირო. თან თვითონ ამბობდნენ 2 თვის წინ და ამ 2 თვის მერე კომისია შექმნეს, ხალხი დაიბარეს. დაიბარეს და ვინც დაიბარეს? და მე თქვენს რომ კვერცხი გავაიაფეთ 20%-ო, მეტი ხო არ ვთქვამთ რომ რაღაც გავაიაფეთო ის. კვერცხი ის აი ყურე თუ გაიაფდება კვერცხი, ნაჭუჭის ხარჯზე გაიაფება. ჩემთვის ეს არის მაინც ამოუხსნელი ამბავი. ესე არა, მე ვამბობ. ესე როგორ დათხელდა ამ კვერცხის ნაჭუჭი. ზოგი არის მართლა არ ვიცი რა განსხვავება სახში რომ მოდის 2 საათი ძალიან ადვილად ტყდება. ანუ არ ვიცი რა, აი რომ გარეცხვის დროს შეიძლება ჩაგატყდეს ხელში. ბავშვობაში არ გასოს მუჩით თუ გატეხავ. ხო და არა, გატეხავ, მაშინ ვერ ტეხავ. რაღაც პერიოდულობით სოფლიდანაც გვიგზავნიან. ძველებური კვერცხია რა, ეს ნაჭუჭია, ესეთი კაცური ეს ჩარტყა უნდა და ამას რა უნდა ჩარტყა. მერე კიდე ნიკო რა მიკვირს. ეს 9 კილო, ვინმე ანგარიშობს ამ იმით, ახლა ადრე და ძველ სისტემაში ან იქ რო ინგლისში რა გირვანქა რო იყოს და რაღაცა მე 9 კილოც რა არის, რო ანუ ბევრად არ ჩანს თუ 10 ლარი რო ეთქვა, იმიტომ რომ 9 კილო ვის ყოფნის არავის. რატო 9 კილო 20 რო ეთქვას რა, ადვილად არ ეთქვის კილო 20. ანუ 20 ლარი ბევრი ხო და ეგ ამბავია მეთი, ეგეც არაფერი პროპაგანდის გარდა. აი როგორც ის არის ჩორჩანას რო იმას გახარიას რო წაუყენეს ბრალი და ის რას ეუბნებიან 1 კვადრატული კილომეტრი დათმევ იმას კი არ ეუბნებიან დაგვაკარგინიან რაღაცა რამდენს ეუბნებიან 1 მილიონი კვადრატული მეტრი 1 მილიონი კვადრატული მეტრი რომ 1 მილიონი კვადრატული მეტრი ჟღერს რა ისა კვადრატული მეტრი ჟღერს რომ აი მილიონია რაღაც 1 კვადრატული კილომეტრი ისე არ არის. აქაც ეგ ამბავი არის, რომ ის აქ ხო ხდები შედეგი სხვა გინდა იყოს, რომ ეს დიდმა რიცხვმა არ ის მოჭრას ყური თუ რაღაც ყურში არ მოხდეს ცუდად და ამბობს, რომ აი 9 თუ ვინ ახლა რომ შეხვიდე სადღაც იმაში საყასბოში და ეკითხო რა ღირს 9 კილო ხორცი ახლა ბუღალტერია შეტენე კიდე 350 რა ღირს კილო რა ღირს ხო ესე კითხულობ 9 კილო არის ორი კაცის ერთი დღე საჭმე არ არის ისა რა და შეიძლება გავაბროსოს გაკეთდეს პირველად გავიგე რომ ეს 9 კილო რაღაცა ეკითხა სადმე ხო არ წერენ ამ ამბავს და რამეს თქვა საქონლის ხორცის ფასები თუ ვიცი მე ვყიდულობ
ხო, საქონლის ხორცი შესაწვავ ხორცს, აი ესე შესაწვავად რო ღირდეს, ფაქტობრივად ვერ იყიდი. არის მხოლოდ დიდრების ის არის თუ ვიღაც შენი კაცი არ აკავს რომელსაც აინაღად ჩამოაქვს, იმიტომ რომ შედარებით ხელმისაწვდომი რაც არის კისერი, ბეჭი, არტალა ასე შემდეგ, რასაც სერიოზული მიყვარს გემრიელი, მაგრამ სუპში უნდა გაუშვან სოუსში, რო შეწვა ვერ დაღეჭავ ვერასდროს. არტალის რბილი, კაი ფასად არ უნდა გავაბაზრო, გუდვილში არის ხოლმე, ამგონი 27 ლარი ღირს თუ რაღაცა, რაც კიდევ ერთხელ კაი ფასია, სხვაგან 30-ზევით არის. რატო არის განსხვავება? არ ვიცი, იმიტომ რომ გუდვილი ძალიან იაფიანი და რაღაცა არ არის, მაგრამ ეს კონკრეტულად საქონლის არტალის რბილი არის ხოლმე შედარებით იაფად და ტრადიციულ ბაზრებში უფრო იაფია, უფრო ძვირია, ხარისხი როგორია, ნიკო. ანუ ალბათ უფრო იაფია, მაგრამ ხშირად როცა ამას ვლაპარაკობ, ხოლმე მეგობრებსაც და ახლობლებსაც ვთქვამთ, რომ კაი, რას იმაში დადიხარ, გუდვილი, კარფური, აგროჰაბი რაღაცა, წადი რა ბაზარში. ბაზარში წასვლა არის მთელი ამბავია. ანუ თუ ახლო-მახლო ცხოვრობ, გადახვალ და წამოიღებ. თუ არა და მანქანა უნდა ყავდეს, რომელიც არ ამყავს. ეხლა თუ შეიძლება რომ დახუნძულული რაღაცა ბევრი იმით ავტობუსში ახვიდე და იარო, მაგრამ ძალიან მეზარება. აი რაღაც ბევრი პარკებით ეხლა ავედი იქ ვიდექ, ისევ მაშინ ტაქსით უნდა წამოვიდე და რა მოვიგე, იქ ვერაფერი ვერ მოვიგე. ახლა რო და თან ბაზარში წერული ადვილი არ არის. ბაზარში რომ დადიხარ, შენი ხალხი უნდა ყავდეს, იმიტომ რომ ვინც ხშირად დადის, იმანიც რომ აი ყველს ამის განყიდულობ, ვიცი რომ კაი აქ ვაშლი იმასაა, კაი მწვანილი აქედან უნდა ვიყიდო. ესე არიფი რო შევდივარი, ყველა გამატყავს, ანუ ბაზარია, ეს კი არ არის რომ ჩავყარე რაღაცები ურიკაში და გამოვედი, იქ უნდა შეისწავლო, ასე შეხედო, რაღაცა ქნა, შეევაჭრო. ფაში მოგატყუებენ, წონაში მოგატყუებენ, ხარისხში მოგატყუებენ. ანუ კაი ხანი არ ყოფილა და შეიძლება საერთოდ აღარ არის ეგ პონტი, მაგრამ ნუ სტერეოტიპი დარჩა, რომ ბაზარში მაინც ცოტა ის უნდა იყო რა, ბაზრის ტიპი უნდა იყო, იცოდე და ისე გააკეთე. ხო, თან რა არის, იცი, ამაზე თან ეს კონკრეტულ რიცხვებს რო ასახელებენ, ხო? აქ ძნელად მუშაობს ზოგადად პროპაგანდა. იცი, ეს ხო ის არ არის განუსაზღვრელი რაღაცა, გაუზომავი რაღაცა. აი რო იტყვი რომ მაგალითად ყველაზე მაგარი ვართ ჩვენ, ხო, ან სიტყვაზე მე რო არ ყოფილიყავი, დედა ეტირებოდა აქ ყველაფერს და აქ ომიც მოხდებოდა, ეკონომიკური კოლაფსიც მოხდებოდა. ახლა გაზომე მიდი, აბა მოხდებოდა, ან არ მოხდებოდა. აქ რიცხვებს გეუბნება. ასევე მარტივად შეუძლია 2 თვის წინ ძვირი იყო თუ არა იმის განსაზღვრა, ხო, ხა ვინც სისტემატურად დადის ახლა. შენ ვინმე მოგატყუებს კარაქის ფასში, შანსი არ არის, ვერა. კარაქის ფასში. თან მე ესეთი ამბავი, ნუ ყიდულობ ხოლმე ხო, რა. და თან როგორი რაღაცა არის, იცი? აი ამ ფასების გაიაფებაზე მუშაობის პერიოდში არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება არ გატარებულა, არც გადაწყვეტილება მიღებულა, მათ შორის არც ადმინისტრაციული კუთხით, რომ ვიღაცა ჩარეულიყო. ეგ კი არა, საერთოდ ეროვნული ბანკის წარმომადგენლებიც კი არ დაიბარეს. ფასების ეროვნული ბანკი ზუსტად მაგისთვის არსებობს, რომ აი ინფლაციას მიადევნოს ყურადღება და აი ჩვენი მისი ეროვნული ბანკის მმართველის რუსი კოლეგა იქ ნაბიულინა ელვირა ეგრუ არა, აი ეგ იმათაც ცკი არა, იმათ ცუდი მდგომარეობა აქვს ამ ინფლაციის და ამ იმის რუბლის დევალვაციის ამბავში, მაგრამ ხო კბილებით უჭირავთ და აი ეს ყოველდღიურად რაღაც ზომებს იღებენ და რაღაცას და ეს კომისიის ხდომაზეც არ დაიბარეს ეროვნული ბანკის ისა წარმომადგენლები, რომ ხო ფასების და ინფლაციაა ინფლაციაზე პასუხისმგებელი არის ეროვნული ბანკი. ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა თამაშიდან გაიყვანეს და რაღაცას ლაპარაკობ. მოვარები ყავდა დაბარებული რომ Kinder Joy რატო არა გაქვთ რაღაც. რას უნდა გაიაფებინა? არც უთქვამ გაიაფდაო. ანუ ეხლა რომ დაიწყო რომ ძვირი არ არის. როგორ? აქამდე პროპაგანდა გვეუბნებოდა, ეს ტელევიზიები გვეუბნებოდნენ რომ ევროპასთან შედარებით ჩვენთან ძვირი არისო და ახლა გვიმტკიცებენ რომ ევროპასთან შედარებით ჩვენთან იაფი არის. განცხადება ხო არ გავკეთეთ გაიაფთა პროდუქცია. თქვენს მარტო რომ კვერცხი გაიაფთაო. მეტი ესეთი არ მახსოვს მე რომ თქვენს რომ აი გავაიაფეთ რაღაცა კვერცხის გარდა. რომელზეც სხვათა შორის კვერცხზე არ ვიცი რატო იყო გაძვირებული გაიაფებული, მაგრამ წერდნენ და მათ შორის ოფიციალური პირებისგან კარტელურ გარიგებაზე იყო ლაპარაკი, რომელიც ეჭვმაქ რომ დასჭადი არის, ანუ თუ ვიღაცა კარტელურ გარიგებაში იყო შესული, იურისტი მე არა ვარ ჯიმი, მაგრამ ხო, ასე მგონია რომ რაღაც მუხლები არის მაგის წინააღმდეგ. თუ იქ ვიღაც შესულები რატო არ არის საქმეს? ხო, შესაბამისად პასუხი რატო არ აგეს? იცი რა არის იმის გამო რომ ჯერ ესეთი მე შენ გეკითხები რატო არ აგეს პასუხი? ხო, იმის გამო რომ შემაჯამებელი ხდომები და ეს დასკვნა არ ჩატარებულა და დასკვნა არ დაუწერია და ამბობენ რომ ყველაფერი იქნება და ყველაფერი იქნება. მე გვეწყინა ანუ არის იაფიაო კაცო რა გაატრაკეთ საქმე, ძალიან იაფი გვაქვს. ხო, არ ვიცი ვიღაცას განტევების
განტებების ვაცით ხორცს ვერ გააიაფებ ნიკო რა. ხო, ვერანაირად ვიღაცას ალბათ მოძებნია, შეტენიან რომ ვიღაცა ურევდა აი დისტრიბუცია ან რაღაც ეს წვრილი ქსელები ან უბნის მაღაზიები, არ ვიცი, მაგრამ ფაქტი არის რომ არაფერი ისეთი არ კეთდება ამ ლაპარაკის გარდა და ძალიან ესეთი ხშირ შემთხვევაში კომიკური სხდომებისა ამ იმის ფასების კომისიის, ხო? არ ვიცი, ზოგადად ესეთი ის არის, არ ვიღაც თიცა აქვს ნათქვამი, რომ როდესაც ადამიანის სიცოცხლე უფასურდება, ეს ომის დროს ხდება, ხო, ომის დროს ადამიანის ხორცი იაფდება, საქოლის ხორცი ძვირდება, ან ზოგადად ესეთი საკვები. ხო, ცუდი ნათქვამია, მაგრამ ხო, რაღაც კარგი ამბები უნდა ხდებოდეს ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, რაღაც თავისუფლებების თვალსაზრისით, კარგი რაღაცები უნდა ხდებოდეს. ყველგან ცუდი რამე ხდებოდეს და აქ რაღაც ეკონომიკური ბუმი და გაიაფება და ის რამ უნდა გაიაფოს? აი რა მოხდა ეგეთი ახლა რა ბაზრები გაიხსნა, ინვესტორები შემოვიდნენ, რაღაც ესეთი გაცხოველდა ჩვენი ვაჭრობა ის, ან აქ სოფლის მეურნეობაში აფეთქება გვაქვს რაღაც ის ინოვაციები დაინერგა და რაღაც მოყვავს და ამ სოფლის მეურნეობის ნაწარმით იმას ჰოლანდიას გავასწარით და რაღაც ისრაელს და რაღაც თურქეთს და იმებს რამ უნდა გააიაფოს რამ შეიძლება გააიაფოს ხო? ანუ თან ის არის რომ გაიაფება ყოველთვის არ არის კარგი როგორც ხვდები ქვეყნისთვის იმ ხრივ რომ კიტრი რა ვთქვი იაფი კიტრი არის თურქული მემური არის მაგრამ ხშირ შემთხვევაში ფასის სენსიტიური ტიპი ვარ შეიძლება ორი რაღაცა იაფი კიტრი ვიყიდო ვიდრე უფრო ძვირი. ოღონდ ის უფრო ძვირი ქართულია და მე უფრო გებრიელია, მაგრამ ვერ ვიყიდე, მაგრამ იმას მე თავისი კიტრი ჩაუწვა, მე თურქული ვიყიდე ხო, მან და მთელი ბალანსის ამბავი, ანუ რთული საკითხია, ესე ყოველთვის რომ რაღაც ყველაფერი გაძვირდა, თავრობის ბრალია, რა თქმა უნდა, რომ ეგრე არ არის, ხანდახან რა მთელი ამბავი არ არის შენზე დამოკიდებული, მაგრამ აი ეს ტყუილები და რაღაცა თავიდან ის რომ ძვირია გამოვიყლიოთ და მე საიდან მოიტანეთ შენ თვითონ ამბობდი რომ ძვირიაო ორი კვირის წინ ანუ ორი თვის წინ იყო თუ რაღაცა მაგრამ როგორ შეიძლება რომ ერთ დღეს ერთი რაღაცა თქოს და მეორე ესეთი სახით რომ ჩვენ თქვით რომ სამხრივად წყვეთ ევროკავშირთან ურთიერთობას ეს თქვენ დაგესის თუ არ გეთქვამთ გეთქვათ ერთი წელი აქციებია თუ წელიწად ნახევარი იქნება აღარ გამოსულიყო ხალხი ქუჩაში ანუ თუ არ გაგვიწყვეტია რა რაღაცე დაწამლეს ხალხი გაზი და თავი გაუტეხეს და მე რეთქოს რომ არ გაგვიტეხიაო. რანაირი სამყაროში ვცხოვრობთ რომ ესეთი დოკუმენტირებული როგორც ეხლა გვაქვს ცხოვრება არასდროს არ ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში. მანამდე გადმოცემით ვიცოდით რაღაცები. ეხლა ვიდეოებიდებს რომელიც დააჭერხოს და YouTube-ზე არის და ისა და არა ერთი არა არისო როგორ მოხდით აქ ჯიმ? ერთი ხო, ეს იცი რა არის დაიჯერეს ამ იმისა პროპაგანდის ძალა, ახლა ხშირ შემთხვევაში გამოსცადეს და მართლაც აქვს ამ პროპაგანდას ძალა. ბრა არის აი შეინქმის არ იყოს, ხო? ძალიან შორეული წარსულის ამბავიც არ არის. ხო გვახსოვს აი როგორ დაიწყო ეს სახლებში რო უვარდებოდნენ და კარზე უხატავდნენ და სადარბაზოებში და რო ხვდებოდნენ სადარბაზოებთან და ცემდნენ და რო ურეკავდნენ ოჯახის წევრებს და რაღაცებს. მაგას წინ უძღოდა მართველი პარტიის ლიდერების განცხადება რომ აი რაღაცნაირად ეს ყველას ვიცით ვინ არიან ეს უცხო გავლენის აგენტები პარტიული ის უჯრედები ჩვენი რაღაც მონაცემთა ბაზას ფლობენ და რაღაც ის და დაიწყო მე ეს აქტიური ამბავი რომელიც ვითომ ესეთი ის იყო ხალხის პროტესტი იყო მაგრამ ისე უცბად შეწყდა რომ აშკარად ჩანდა რომ მართული პროცესი იყო. ამას უძღოდა აი ამ კამპანიას ამ აგრესიის ძალადობის კამპანიას უძღობდა ესეთი განცხადებები და ის რომ დაშინება თან და მე გეუბნებიან რომ არანაირ როდის ვინ რა შუაში ვართ ხო ვიღაც უცხო ადამიანები ხო რომ კომენტარში რაღაც არ მოეწორო ტიპებს მანქანები გაუფუჭეს და 3 დღე იყო სახში ტიპებს ურეკავდნენ და აგინებდნენ. ხო და მაგას ვამბობდა. აბსოლუტურად ეს იგიჟე, ანუ ხო დაგვავიწყდა კიდევაც, მაგრამ როგორი აბსურდი იყო, რომ 3 დღის განმავლობაში ათობით ჩანაწერი გამოდებული იყო. და ძირთადად ერთი ტექსტით, აი ის მავანის და იმას ის არასერიოზული თუ როგორი კაცი არის ისა მახარა. ხო. მახარასაც ხო ურეკავდნენ და საეჭო კაცი და ხო ძირითადად ერთი ტექსტით ლანძღავდნენ და აგინებდნენ და ის და არა ეს იყო აი ხალხის ამოძახილი იყო ასე ვთქვათ. აი ეს მთელი
ტელეფონის ნომრებით და იმები და მანამდე წინა დღეებში ილაპარაკეს რომ რაღაც მონაცემთა ბაზა და ეს ჩვენი პარტიული უჯრედები რაღაც ის მუშაობენ და ფლობენ ინფორმაციას ვინ და რასა და როგორ აკეთებს და მე უცბად ამბობენ რომ არა ეს რაღაც ხალხი კაცოს რომელი იყო გური იყო თუ რომელიღაცამ თქვა რომ מחარაზეო რომ აბა ესე გამოვიდეს თუ ბიჭია და מחარა თქვა რომ მოდით 3-ს შეხვდებითო რინგზეო მარტო როცა სუსნუ მომიქცევთო და გადაიღეთო თუ გინდათო და მე მეთქოს არავე იმიტომ რომ არა მე პერიოდულად მე დაცინებდა იმიტომ რომ ენად ცუდი აქვს არ ვიცი პერიოდულად სულ ამბობენ ხოლმე რომ ის ბიჭო რაღაც და ეს ძალიან სასაცილო არის ეს როდესაც ეს მთელი ეს ისა სტრუქტურები და რაღაც ეს მექანიზმები უკან გიდგანან და მაგ დროს რო ის ძველი ბიჭი ხარ ქუჩად შენია ქუჩად შენია რინგით შენია ტატამით შენია და ფიცარნაგით შენია და ყველაფერი რო შენია. მე მეკითხა რომ კაცობაზე რო დებენ ხოლმე ზოგადად თავს რა ხშირად გამოდიან რომ ჩვენ ნამდვილი ქართველები და გვერდში დგომა და რაღაცა ჩვენ ვიცით და მაგის იმას რო დაიჭერენ მე ეგრევე კი ეგრევე თუმად არიან ხოლმე და კარგი აღარ დაждდებათ ანუ კაცობის გაგება ეგ არის რომ სანამ ღარიბაშვილი იქ იყო მოდი ყერებზე კაცო ხელი არის და დაიჭერენ თუ არა ეგრევე ფუ ის ვინ იყო ეს გველი როგორ შემოგვეჩვია და ძალიან მაზალო იყოს გახარიას ის ხო შევიდნენ პაროის პარტიის წევრები პარლამენტში და იქ დებატების დროს რო ისა თქვენი ბელადიო გახარიაზე და ჩვენი ბელადი ახ ნუ ხო თქვენი ბელადიც იყო ცოტა ხნის ეხა ხო ის არის რომ თვითონ ან ქართული ხარდამჭერები არიან ზოგი პარტიის და ბოლომდე არიციან საიტუბერავს ქარი იმიტომ რომ მაგათ არავინ არ ეკითხება ზევით ცვლილებები რა და როგორ მოხდება და როცა ხმა გამოჟონობს ხოლმე რომ ხომ არ ხდება ისე რომ დინარაძეს უპირებენ რომ ყობახიძე ჩაანაცვლოს ან ხო ხოც ეგრევე რომ ეთყობათ ხოლმე რომ ვინ რა გააზიაროს აღარ იციან იმაშია ბელესონცე პუსტენი უდაბნოს თეთრ ზეში რომელიც ნახე არა მაქვს მაგრამ აკაკი ბაქრაძის იქიდან მახსოვს ამიტომ არ შეშლება ეგრე არა მაქვს რომ რაღაც მომენტში რომ ბერიას ჩამოაგდებენ მოკლედ ერთი ჩამოაგდებს ბერიას პორტრეტს და შედგება არა შენ სხვა ფილმს გამისწორებ იქ ეგრემა და მეორე სხვა ფილმია სხვა ფილმია შენ ამბობისა უტამლიონესონც ვის არის რა უტამლიონესონც მე არის გადაღებული აბა ბელესონცე პუს ბერია და ის არ არის უდაბნოში რო არის კახიკავსაძე რო არის აბდულა მაშინ რაღაც სხვა ფილმს ვურავ მაგრამ მახსოვს წაკითხული მაგ აკაკი ბაქრაძესთან და უტამლიონესონცემ არ იქნებოდა იმიტომ რომ მანამდე მაგ წაკითხული და მოკლედ ეს სცენარი რო ტიპი ერთი გადააგდებს ბერიას პორტრეტს და მეორე ამოიღებს და შეინახავს იმიტომ რომ არიციან ის როგორ იმაშია და ერთმანეთისთვის შესაშვებად ემზადებიან და ხშირად მეორდება ხოლმე მსგავსი ყვარყვარე თუთაბერი რა გვინდა ბიჭო ბელაესონც ყვარყვარე თუთაბერში ეგრე არ არის დროშებს რო ხსნიან და ის დროშას რო ჩამოხსის და ის რო შემოდის და გადავაგდო და რა უნდა გადააგდო შეუტვინო შეინახე იმის თქვა მინდა რომ ხშირად ეთყობა ხოლმე რომ ის არიციან რომ ბოლომდე ვის მოეფერონ რა ადგილას იმიტომ რომ არიცი ერთთვის მე იქ იქნება თუ არ იქნება და რა ხდება დარწმუნებული ვარ რომ როგორც ჩვენ აქვს შეკითხები მამუკამ დინარაძის სტატუსთან დაკავშირებით რომ ის კაცი ხა ფავორშია თუ პირიქით არის ვერ გავიგეთ ხო იმიტომ რომ გადაიყვანეს პოსტზე რომელიც არ არსებობს სახელმწიფო მინისტრის სავით რაღაცა კანონში შეიტანეს თავის ისინი არ ექნება აპარატი და რაღაცა ქვია და ვერებს გაკეთებას ვერ შეძლებს იმიტომ რომ დივანი არ აყავს და რაღაცა მოადგილე რომ რაღაცა დაავალოს მაგრამ ეგ არაფერს არ ნიშნავს შეიძლება ისე და იმიტომ ბევრი არის რომ ხა დინარაძეს დაურეკოთ და მოვიკითხოთ თბილად თუ მაგის ზარს არ უპასუხოთ და როცა რთული იმ დღეს გადავართ ტელევიზორში როგორ პარლამენტში რაღაცა ხდებოდა და მეგონა გახარიას პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი ეკითხებოდა რომ კი ან არათი მინდა რომ მიპასუხოთო რომ დინარაძის გადაყვანაო დაწინაურება თუ დაქვეითებაო და მე გამეძინა კითხვის ფორმულირება და იმიტომ რომ კი რო ეთქვა რა ხო და მე ეთქოდი ხო რა კი არის თუ კი არ არის ანუ არანაირად არსებითი საკითხი არ იყო და უბრალოდ სასაცილო იყო და გაგიზიარეთ მაგრამ ხო ეგრე ვართ ანუ არც ჩვენ არ ვიცით არც არავინ არ იცის რომ დინარაძე არც თვითონ არ იცის ალბათ არც თვითონ არ იცის მთელი ამბავიც ეგ არის ძალიან მაზალო ამბავი არის თან უყურე როგორი რამეა რაღაც დიდ ხარც რო გასწევენ ეს შეიძლება გამოიყენონ იმისთვის რომ აი იმიტომ გავწიეთ ეს დიდი ხარჯი რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არის ან რაღაც შტატს რო შექმნიან შტატებს რო შექმნიან რომ იმდენად მნიშვნელოვანი ამბავია რომ საჭირო არის მაგრამ ამავე დროს სრულიად საპირისპირო შეიძლება ესე იგი თქვან აი უყურე როგორი რაღაცა არის
ხოლო მინისტრი ზოგადად გულისხმობს პორტფელიანი მინისტრი, ხო, რომ ცალკე სამინისტრო არის მთელი თავის სტრუქტურებით, ინფრასტრუქტურით მათ შორის და საშტატო ერთეულებით და მოადგილეებით, დეპარტამენტებით, უფროსებით და ასე შემდეგ. არა, ამაზე უარი უთხრეს. უთხრეს, რომ სახელმწიფო მინისტრი იქნება. ანუ სახელმწიფო მინისტრები ყოლია, ახლაც აქვს ხო კონფლიქტებისა და რაღაც ინტეგრაცია. ხო და ყურე სახელმწიფო მინისტრს ისა უპორტფელო სახელმწიფო მინისტრს შეიძლება არ გქონდეს მთელი ეს ინფრასტრუქტურა გაშლილი როგორც არის ეს მოადგილეები, დეპარტამენტები და ასე შემდეგ. მაგრამ აპარატი რაღაც გააქვს. მცირე რაოდენობით არის. ამას ეგეც არა აქვს და ყობახიძემ რა პრობლემა არისო საერთო აპარატი დაისაო. კარგი რა. ვიღაცამ თავის ბინაში რო შეგიშვას რომ ასაჭი რად გინდა ნიკო ახლა შენ ხარჯი გაწიო და რამე და აქ წვიმა ჩამოგივა სველი წერტილი არა გვაქვს რა არა გვაქვს მოდი და იცხოვრი აქ იყავი ხო ანუ სამინისტროს Facebook-ზე რაღაცის დაპოსტო რომ მომდის ან უნდა მივიდეს და კანცელარიაში თხოვოს ხვის არც არაფერი მოკლედ დღეს მამუკამდინარაზე მოკლედ ფართობი გამოუყვეს როგორც გაირკვა ბოლოს თვითონ იქ მთავრობის კანცელარიაში შეიძლება თავის ხელფასთან გადავხოს ვიღაც ახლობელს რომ იმან მე Facebook-ზე პოსტოს რა მაგრამ დამაბნეველია ეს ყველაფერი ხო უყურე როგორი რაღაცა არის საერთოდ დაურეკავენ თვითონ აიყოთ გამარჯვება სახელმწიფო მინისტრი გენერალ-მაიორი ხო ყველაფერი შეიძლება გენერალ-მაიორია არ დასალდა თორე უკვე წესით უნდა ყოფილიყო გენერალ-ლეიტენანტიც გენერალ-მაიორი ხო უყურე როგორი რაღაცა არის არ ვიცით საერთოდ რა მიმართულებით განვითარდება პროცესები ანრი ოხანაშვილის შემთხვევაში რაღაცნაირად ჩაიკარგა ხო ისიც მოვიკითხოთ საგარი ანუ რაღაც თვითონ როგორ არ აინტერესებთ ისე რამე ფორმალურად მაინც აი ახლა ეს საუბრები რო გაჩაღდა რომ ეს მამუკა მდინარაძე ჩამოალაბორანტეს ხო ამბობდნენ ახლა ოპოზიცია ამას იძახის მე გაჩნდა ეს რომ აი პირიქითო ახლა დამოკლეს מחვილივით კიდია იმ სკობახიძის თავი შეიძლება მოკლედ ეს ორი ამბავი ისა წამოვიდა ხო რომ ან გაქრობას უპირებენ ან დაწინაურებას უპირებენ და ხშირად ახსენეს ამ კონტექსტში ანრი ოხანაშვილი რომ ისიცო სუსიდან წამოიყვანესო და რაღაც პრემიერის თანაშემწეთ და იმის შევლად და იმე დანიშნეს კაცი გაქრა ხო და ამ დროს მაინც აი ეს ფორმალურ პროპაგანდას რომ მასალა მისცემოდა და რაღაც ხო შეიძლებოდა გამოიჩინოთ მაგრამ იმდენად ის იმაშია მოტეხილშია ტიპი რომ ეგეც კი არ ჩათვალეს საჭირო ეგეც კი არ ჩათვალეს საჭიროთ რომ გამოიყვანა და ახლა წინააღმდეგობას გაუწევდა და არ გამოჩნდებოდა და ესე იმად რიხიანად ვერ იტყოდა რომ ეს ყველაფერი რაც კეთდება დიდწილად მარტო მამუკას კი არა ჩემი დამსახურებაც არის რიხიანად იტყოდაზე თავს ვერ დავდე იმიტომ რომ რატო როცა ოპოზიციასთან და საზოგადოების რაღაც ესეთი იმას ანუ იტყოდა ხო ხმამაღლა ეთქვა მაგრამ რიხიანად მაინც უფრო ხო უკვე დამაბნეველი კიდე რა არის ეს მამუკა მდინარაძის ის ხო ეს მამუკა მდინარაძის ინტერვიუ ეს იმეჯი იყო ძალიან ესეთი საოცარი ინტერვიუ და მე არ ვიცი მაგ ინტერვიუს მიხედვით თუ დამოუკიდებლად კიდე ქარდები გააკეთეს შენ ნახე ეს ქარდები ნიკო ამოვიწერე 4 თუ 5 ქარდი იყო გააკეთებული შეხედე მაგრამ მეთქი ჯიმი ამიხსნის კარგად რა და როგორ ესეა რა შეძლო მამუკა მდინარაძემ 8 თვეში არასრული ჩამონათვალიო თან სუში შემავალი ოპერატიული ინფორმაციის 30 ჯერ გაზრდა. ეს რას ნიშნავს შე როგორ ფიქრობ? მე ვკითხო რომ მოსმენები 30 ჯერ გაიზარდა. ხო, ახლა უყურე როგორ დამაბნეველი არის ახლა სუში ოპერატიული ინფორმაცია შეიძლება როგორ მოიმეცი აგენტები დადიან და ის აი როგორც ის არის მოსადის ტიპები რომ უცბად აღმოჩნდება რომ ირანის დაზვერვის მთავარი ტიპი არის. ან შეიძლება ვიღაც ზუსტად Facebook-ზე. არა, თქვა რომ ისაო, კითხეს ესეთი და მოსმენ და აბა რა გეგონათო ჩვენაო გავზარდეთ. ასევე მინდა რომ როცა წინა ხელისუფლებაზე რაღაცა სისხლიანობის შედარება და ასე შემდეგ არის ხოლმე ერთ-ერთი მთავარი მოძრაობა არასამთავრობოების დაწყებული წინა ხელისუფლების წინააღმდეგ ერქვა ნუმისმენ. გახსოვს 2011-2012 წლები იყო სტიკერები იყო ხოლმე ყველგან დაკრობილი ახლა ვინც არის დიახაც გისმენთ მოღალატეები არიან იქ მაშინდელ ხელისუფლებას უპირისპირებოდნენ ხოლმე რომ ნუ მისმენთ იმიტომ რომ ეხა არის რომ ნუ გისმენთ კი არა 30 ჯერ მეც გისმენთ უყურე ეს როგორი არაორდინალური გადაწყვეტილება არის და ესეთი მიდგომა ინოვაციური ნიკო ახლა რეაქცია არის ეგეთი რომ იტყოდნენ რომ ნუ მისმენთ არ გისმენთ დიახაც გისმენთ ახლა 30 ჯერ მეც გისმენთ თან
ახლა რა უნდა იყოს? ყურადღებით მაინც მოგისმინეთ. სწორი დასკვნები გააკეთოთ. შეიძლება ვერც აკეთებენ სწორ დასკვნებს. გასულ კრებსები რო გაჟონა კრებსები, მაგრამ მაინც სკანდალიც რო არის, მგლებს რო უსმენდნენ და ჟურნალისტებს და რაც საშინელებები რო ეწევიან. ნიკო ეგ ძალიან უცნაური გაჟონა იყო. მან რა იყო ტყუილი მართალი ის. აი გაჟონვის ხასიათმა ისაქნა ხო რომ უყურე შემდეგი ქარდიდან სახელმწიფო გადატრიალების ერთ დღეში აღკვეთა და ორგანიზატორების დაკავება. ეს რა შეიძლება იყოს? ვერც კი წარმომიდგენია. ხო, აი ეს 4 ოქტომბრის ამბავი? 4 ოქტომბრის ამბავზეა ლაპარაკი, რომელიც არავინ კონსპირაციის თეორიებისკენ არა ვართ, მაგრამ იმ დღესვე როცა მოკლედ მთელი სახელმწიფო გადატრიალება თუ არ გახსოვთ, შემოიფარგლა იმით, რომ პრეზიდენტის ძლევამოსული პრეზიდენტის ინსტიტუტის უზარმაზარი პატარა შენობის, რომელიც იდგას, ღობე ჩამოანგრიეს და შეგნით მაინამაინც შესვლა არც კი უცდიათ, როცა იქ პოლიცია დახვდა. მაშინ ვიყავ ჭობერეს ღობე რაღაც ძალიან ადვილად ხო არ მოირყა, რომელიც შემდეგ კიდე დაიდო ვიდეოები, რომელშიც ნუ აი ეგრე ადვილად მონგრეული რკინის ღობე ესეთი არასდროს არ მინახავს. ანუ ან თავიდანვე იყო ცუდად გაკეთებული, ან თავიდან იყო კარგად გაკეთებული და მე ვიღაცამ შეასუსტა. შეუძლებელია რომ ერთი ესე მოგლეჯვით კიბე მოიწვიოს. თუ მოკლედ ასევე გაჩნდა კითხვის ნიშნები, ხოშალება კომენტარი გავაკეთე. კი, რა საკვირველია ნიკო. ნუ ყოველ შემთხვევაში აგერ მიიწერა კაცმა ისა. ასევე როგორც წავიკითხე არის რამდენიმე ადამიანი რომელსაც ბრალი წაუყენეს ამ საქმეში ღობის მონგრევის ამბავში, მაგრამ იქ მეტ ადამიანს ჰქონდა ხელი მოკიდებული ღობეზე, ვიდრე ბრალი აქვს წარდგენილი მაგ ეპიზოდთან დაკავშირებით. ითხოვ ანუ ეგ როგორც ხვდები ფაქტია და მე დასკვნები მომინდია მკითხველისთვის თუ რაღაც კითხვის ნიშნები გიჩნდება ადამიანს, რომ ის დანაჩენები ვერ იპოვეს თუ ვიღაცა შეგზავნილი ყავდათ რა ვიცი მე. ნიკო ითხოვს ბრალდებულთა სკამის, ასე ვთქვათ, დაგრძელებას. არა, მაგას არ ვითხოვ, მე არაფერს არ ვითხოვ, მე ვითხოვ სიმართლეს და მე ვითხოვ იმას და როგორც მარტო ჩემი შეკითხვა მე არ მომიფიქრები, აქ შეკითხვა ყველა ამბობს რომ რატომ მოინგრე ღობე ესე ადვილად, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ დროინდელ განცხადებებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები რომ ვიცოდით სად მიდიოდნენ და რას გააკეთებდნენ. ეგეთი სუსტი იქ არა იმერეთში და მე ტყრუშული ღობე არ არის, ხარი რომ მიაწვეს ვერ გადაანგრევს. ამას ხარი კი არ არის, მანი. ასე რომ ხო აღკვეთეს, მაგრამ ნუ რა თეთრი ძაფით იყო დამაგრებული. რას კიდევ ერთხელ მაგ დღეს მე ჩვენც აქ ვისხედით და ვერავინ ვერაფერი ვერ გავიგეთ, რას ატრიალებდნენ და როგორ ხდებოდა, ან რანაირად უნდა გადაეტრიალებდნენ სახელმწიფო პრეზიდენტის სასახლეში შეღწევის შედეგად. სულ მძევლად აიყვანათ, სულ ყველა პრეზიდენტი არ წყვეტს არაფერს. არა ხო? ანუ რა დაახლოებით იგივეა, რაც პოსტა ტელეგრაფში რო ვარდებიან ხოლმე, პოსტაში რო შევარდე, რომ 1917 წელს ეგრე ქნეს და ეხა ხალხი დაგვხვდება, რომ პოსტაში თემუს ამანატები გვინდათ გაგატან. ანუ მეტი რა ვარ. პირველად ქართული გამოძიების ისტორიაში ინტერნეტ ტრაფიკის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით მობილური აპლიკაციების დეტალური ანგარიში ჭხილებში დანაშაულის გახსნა. კაია თუ ცუდია, რა დანაშაული გაიხსნა. ანუ თუ ვიღაცა ის გარყვნილი ადამიანი დააკავეს, კაია? კაი გავიაროთ. სუსის ბიუჯეტის გაორმაგება. ნუ ახლა თუ კობახიძის დამსახურება უკვე, იმიტომ რომ ვინ აორმაგებს. მატერიალურ ტექნიკური აღჭურვილების, სპეციალური საშუალებების და ავტოპარკის სრული განახლება. იცი რა, მაგებს კითხულობდა, უფრო მზარავს, ვიდრე ნახე რა კაი საქმეები გააკეთა, იმიტომ რომ ჯერჯერობით რასაც ყვება და მარტო იმიტომ არა რომ რაღაც არა აქვს უშუალოდ პოლიტიკური რა პოზიცია გაქვს. საიდუმლო სამსახური რო გეუბნება რომ 30-ჯერ მეც გისმენთ, ეხა აპლიკაციებითაც გიპოვით თუ საჭირო იქნება ბევრად მეტი ფული გვაქვს და ისეთი რაღაცები ვიყიდეთ რომ ვერ წარმოვიდგენ. რაღაც მომენტში გაგიჩნდება შეკითხვა რომ პარალელურად განათლების იმაში რეფორმებში როგორი ის არის და პარალელურად მოდის ის თქვა რომ ბავშვის მშობლები რომ მიდიან და ღამე იგძინავთ რომ იქნება ცოტა ხნით ბავშვის სიცოცხლე გამიხანგრძლივოთ ცინიკური სახით უფრო გვიან ჩაჯდება ბავშვი ეტლში, მაგრამ რატომ მივწევთ ფული თუ რაღაცა რატო გავაკეთე აქცენტი, არ ვიცი ან რისი აქცენტი იყო, მაგასაც ვერ ვიტყვი, უბრალოდ ის მინდოდა გამომეთქვა რომ როგორი არაადამიანურობით გამსჭვალული ის იყო ყველანაირი გაგებით და მართლა ბავშვის მშობლებს ღამე იგძინავთ, ვიღაცა ერთხელ ერთი ცუდად გახდა, მეორე ცუდად გახდა. მაგის თქმა მინდა. ახლობელი ჟურნალისტები გვერდზე რო გაივლიან ღამე მე რაღაცა ისინი ჭირდებათ ფსიქოლოგიური დახმარებები რომ იქ რა ვნახეო და ცივსისხლიანად ამათ უხარიათ რომ კაი ახალი მოსასმენი აპარატები ვიყიდეთო და კი.
და იცი რა არის მაგ ის მშობლების საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით ხო ეს წამალზე ან ამ იმაზე კურნალობის მეთოდზე შეიძლება იკამათოს სიტყვაზე შეიძლება მშობელმა და ამ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იდაონ ან რაღაც ერთმანეთს სიმართლე უმტკიცონ და რაღაცა თან პარალელურად ამობენ რომ აი ბავშვების ინტერესებიდან და რაღაც ჰუმანური იმებიდან ამოდიან მოსაზრებებიდან მაგრამ პარალელურად აი ხო ფაქტია რომ ეს არ შეწყდა ანუ ეს საპროტესტო ისა აქცია გრძელდება ღამით რომ პლედი მოიხუროს მშობელმა რომელსაც შვილი ყავს უმძიმეს მდგომარეობაში ქვეყანა დაიქცევა ან აი ამ მიმართულებით ეს ჰუმანიზმი რო გამოხატო რატო არ შეიძლება რა საფრთხე შეექმნება სახელმწიფოს რა ისეთი ისა გვაქვს კანონის უზენაესობა რომ აი ვერ შეიძლება ამას თვალი დაუხუჭო თუ კანონით არის აკრძალული რომ ადამიანმა რამე მოიხუროს იქ ხო შეიძლება აი შეღავათი მაინც გაუკეთო ხო არ თუ არა უსისხლო როგორც ახლა ხო ხელფასების 35%-ით გაზრდა ახლა დარწმუნებული ვარ რაღაც პროცესები, რა ვიცი ახლა ეს კაცი მოხსნეს და მე პიროვნების კულტის შექმნას, რა ის არის, თორე ხო შეიძლება ნებისმიერი უფროსის დროს რაღაცა ხდება. რაღაცა შენდება, რაღაცა წინსვლა, არ ვიცი, რაღაცა კეთდება და ყველაფერი რომ მიიწერო ახლა ხო, სადაც ის 30%-ით თუ რამდენით გაზარდეს მოსმენები ნიკო, 30 ჯერ გაზარდეს. ეს წარმოუდგენლად დიდი რაოდენობა არის ახლა. მე არ ვიცი რომ რომელ უწყებას ეხება ტროლების ქარხნის მართვა და ალბათ სხვადასხვა უწყებებია რომელიც მაგაში არის ჩართული, მაგრამ იგივე ავატყოფ ბავშვებს და მათ მშობლებს ხელოვნური ანგარიშები აშავებენ, კომენტარებს წერენ, დღეს ვკითხულობდი ამის შესახებ რომ მოვიდივარ რაღაც AI-ის გენერირებული ფოტო, პროფილი, ანუ ხალხი არ ვიცი მაგაში ხელფასს იღებს და ფულს იღებს. არ ვიცი სოციალიზმის ფულს შეიძლება დამოუკიდებელი არ ვიცი ვისგან აქვთ, მაგრამ ასევე იმის ფული არის რომ ათობით და ასობით ადამიანს მარტო მაგ საქმეზე ვამბობ, ანუ ისე ათასობით არის და შეიძლება მეტიც ფული უხადო რომ გააშავონ ავადმყოფი ბავშვები და მაგათი მშობლები, იმათ რომ დაეხმარო და წამალი რო უყიდო, ეგ ის არის, იმიტომ რომ კი ბატონო, ხო აგერ თან აი შტატიც გაუზიათ 500-ზე მეტი ახალი თანამშრომლის მიღება, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის შექმნა, ესეც კორუფციაზე ასეულობით პირის დაკავება, მათ შორის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები. თავიანთი ის რო დააკავეს. ბოლო 10 წლეულის განმავლობაში პირველად ჯაშუშების, მათ შორის რუსეთის ჯაშუშების დაკავება. წამლად ერთი ჯაშუშიც დადო ბატონმა მამუკამ გარე დაფინანსებისა და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებიდან შემომავალი დავალებების სქემების გაშიფრვა. ყურე აი BBC-ს დეზინფორმაციის მხილება საგამოძიებო მტკიცებულებებით. რამდენიმე ქვეყნის სპეცსამსახურების სრულშეტყევინებების და ძალიან და უყურე ბოლო არის ის ერთ სიტყვიანი წინადადება გენერლობა. აი ყველაფერი ზემოთ რაც იყო ნათქვამი, მე მგონი ცოტა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენე, იმიტომ რომ ვნახეთ გენერლობას როგორ მიაღწია ხო ვნახეთ? როგორ? და მისცეს. დრო გადიოდა და გენერალ მაიორი წოდებები ემატებოდა. რამდენი ადამიანის ის არის? შენ მაინც ყოფილი სამხედრო ხარ? რამდენი ადამიანის რა? უფროსია წესი. ახლა ეგრე არ არის. უფროსობას რამდენი ადამიანი აცალე რა. რაზმის და რაღაცის უფროსი ხო ხარ გენერალი? მაცალე რა. ბევრი გენერალი. თანამდებობა გენერალი ბევრი ყავს. უშიშროების გენერალი, სუსის გენერალი ბევრი არ გვეყოლება. არა. და თან ახლა რა არის 7-8 თვეში ეს არის, რა ვიცი, აი რუსები უძახიან პარკეტის გენერალს, რომ აი ტიპი რომ გარეთ არა. ჯარში რო იყო გენერალ მაიორი, რისი უფროსი ხარ? რა გექვემდებარება? დივიზია შეიძლება დაგექვემდებაროს და რა ვიცი. დივიზია პოლკზე მეტი. დივიზია პოლკზე მეტია. დივიზია პოლკზე მეტია, რასაც დივიზია. ორი კი არა, ბევრი პოლკია, კაცო, ბევრი ადამიანი. ხო, მოკლედ, რამოდენიმე მაგრამ ეს ხო სამხედრო სტრუქტურა არ არის. შენ რასაც ხო და მე მთელ უწყებას უყურე თანამდებობა განაპირებებს რამდენი ადამიანის ის იქნები უფროსი და არა წოდება. მაგრამ რატო დაჭირდა მდინარადეს ამდენი რაში? რატო? ხო და უცნაური ეგ არის. რას აძლევს? ხელფასი ემატება?
ხო, მაგრამ არა მგონია რომ ხელფასის გამო, ნუ რავი პრესტიჟი ალბათ რომ არ ვიცი. ხო, იმიტომ რომ ძალიან კომიკური იყო ეს წოდებების მატება, ძალიან კომიკური იყო, ნუ მართლა ხო გეუბნები. ეგეც მართალი ვისში არის პრესტიჟი, როცა შემოვა და რაღაცა ის დახდება. Мальчик лейтенант, парень молодой, все хотят потанцевать с тобой. Только я твоей любви ни капельки не хочу. Турацию. Бо тексте არ მახსოვს. ქართულად არის ძველი ალეგროვას სიმღერა არის. კი, როცა ლეიტენანტი გახდა, მაშინ უმღე. არა, იმიტომ რომ ბეჭდში არა, ხშირად როცა ლეიტენანტი იყო, მაშინ აი ამ სიმღერის დაშიარებები შემხვდა ბევრი. კი. და მე წავიდა და აღარ გაჩერდა და მე ვფიქრობ, აი ეს არალოგიკური შეწყვეტა მისი ამ კარიერული წინსვლის არის თან აიყურე ამ ხელა ნუსხა ჩამონათვალის რომელიც არასრული არის. თავიდან წაიკითხე გეუბნები. ხო, არა, ეს ხო სადღაც მე-13-ზე გავჩერდი ნიკო და ეს არასრული თან ხო გეუბნები და იქ ზემოთ ვიღაცა მიეჭვიანა რომ ეს ან თავის თავზე არ გავიდეს ბოლო ან ჩემზე არ გამოვიდეს და გააჩერეს. ხო სადამდე მივიდოდა არ ვიცი. იმიტომ რომ ადამიანი ჩანს ამდენადზე რომ საქმეს არ აკეთებდა ადამიანი რაღაც ისე რომ ნახე რამდენი გავაკეთე მაგრამ ხა მე რა ვიცი რა გააკეთა და არ ჩანა ადამიანი არის კომპრომისო. ხმა ესე არ ირყეოდა რომ იქ არის და არაფერს არ შვებაო. პირიქით ანუ ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ხალხის გამსმენია რომ აი რაღაცები გააკეთებს. კი ბატონო, სუსი არის ხერხემა ადრე როგორ იყო ის წინა ხელისუფლების დროს ვანოზე ამბობდნენ ხო ხერხემალი არის სისტემისო და იქაც არ მოგვიკითხავს კაი ხანია სად არის რა შვება. ვიღაც ხალხი რო გახსენდება ხოლმე. საქართველოს გარეთ არის ხო? ხო არ ვიცი, აქ არ არის ნიკო თორე წავიკითხავდი. ერიკ ბანა არ შემხოდრია არასდროს. ანუ ისედაც არ ხდებოდა ქუჩაში, მაგრამ ფილმებში იყო ხოლმე და ისეთი იყო, ამომავალი ვარსკვლავი იყო. ერიკ ბანა და ანდრე ხანაშვილი სადღაც ახლა ერთად არიან და სვამენ. შეიძლება. უნდა რომ ვკითხოთ, ვინ არის ერიკ ბანა? მსახიობი ანუ ხო, მაგრამ რა კავშირი აქვს? ტროვაში და რაღაცებში თამაშობდა. ანუ სახეზე რო შეხედო იცნობ რა. ბევრ ფილმში იყო. გავიარეთ, კაცია ერიკ. ერიკა ბადუ და ერიკ ბანა. ხო და ნუ ეგეთი ამბავი არის რა რომ კომენტარებში არ პოდიში არა მე მეგონა კომენტარებში კითხულობთ ისე ამიტომ დაიღალე ხო? არა წინა გადაცემაში მქონდა ესეთი ისა ექსპერიმენტი მოვაწყე გადაწყვიტე რომ მე არ ყოფილიყავი დროის მაკონტროლებელი და მაინტერესებდა რამდენი ხნიანი გადაცემა გამოვიდოდა საათი და 15 წუთი ანუ ესე იყო და მე თან გზადაგზა ჯიმის ვაფრთხილებდი რომ რამდენიც არის გადაცემა მე მოლოდინი არის რომ იმ ხელა იქნება ხო, იმიტომ რომ სულ თავიდან დავიწყეთ 15 წუთიანი პროგრამები. ამ დროს უყურებდი პირველ ჯიმიდან იყოს. ამოგიგდო ხო შენს ალგორითმი. მე სიმღერას შევედი YouTube-ზე შევედი და ჯიმი და რიკო ბერას იმას განიხილავდნენ, მე კი ეხა რატომ მოჩვენა ესა. და რატო გაჩვენა? ანუ ეხა გადაწყვიტა ალგორითმა რომ ეჩვენებინა ხალხისთვის. არ ვიცი. და მართლა წუთიანი იყო. ხო. მე ნელ-ნელა გაიზარდა და ეხა 40 წუთს ჩავწერთ ხოლმე კომენტარებში არის თქვენ ხო არ გაკანავთ. მე კარტოფილი მაქვს გასათლელი და ღორის ხორცი გასასუფთავებელი რბილი არ იყოს ნიკო და აი მე გენერლის წოდებას რომ მივიღებ და მეც რო გადავდგები მე ჩამონათვალს არასრულს რო დავწერი ქრონომეტრაჟი გავზარდი 10 წუთი და 1 საათად. ყოველმხრივი წინააღმდეგობის მიუხედავად, ზევიდანაც და ქვევიდანაც. კი ბატონო. ქრონომეტრაჟი გაიზარდა. აქ კიდე რა შემხვდა, იცი? ეს აღარ წავიკითხე. ანუ იმიტომ რომ პირველად ბოლო რამოდენიმე 10 წლეულის განმავლობაში მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე ტექნიკა არ გამოვა. ეს უწერია. არ უწერია. არ უჭერე რა არის რო დაიწყე, არ გამოვა. არ გამოვა და ეს ახლა იცი რა არის კაცი არის ესეთი თამდაბალი და შეიძლება არ ჩაწერა. იმიტომ რომ რაღაც ურთიერთობები არ გორიძე როგორ სერიოზულად ის. რა ვიცი, იქნებ მისი დამსახურებაა რომ ტექნიკა ვერ ბედავს პუტინი ტექნიკის გამოყვანას. ნიკო რატო არ ტარდება როგორ ფიქრობ რა ეჭვები გაქვს? ოპერატიული ინფორმაცია ხო არა გაქვს რა მე? მე მგონია, ანუ ესე თავს ხვილად გაზარდეს 30%. თავს ვერ დავდებდა რაღაცა, ეჭვი მაქვს რომ იმიტომ არ გამოდის რომ რაღაც კავშირშია ომთან უკრაინაში. ეგრეთ წოდებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას და რუსებს თვითონ მოიხსენიებენ, რომელშიც მეტი ადამიანი დაეღუპა და დაუსახიჭრდათ ვიდრე
კიდე ოპერაციას რო ეძახიან, რაღაცა ის პრინციპის ამბავია. მეტი რა უნდა ქონდეს, წლები გაგრძელდა და მეორე წელია პოკროვსკთან მიდის იცი რა, რაღაც რო გააოფიციალურებენ, რო მაშინ ამბობენ, თორე ის რო აქვთ ხოლმე, რომ გახურდებიან ამ შოუების დროს და რაღაცა და война на улице нахуй და пришла наш дом. ანუ ეჭვი არ მეპარება, რომ ეგ დანარჩენი არაფერი არ ვიცი და არა ვარ ოპტიმისტი ადამიანი, რომ რაღაცა ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ რაღაც მომენტში ეჭვი მაქვს, რომ უცებრო ერთი შეტევის მერე რუსების რომ უცებრო შემოაბრუნებენ ესენი და მოსკოვამდე არ ბენინებენ უკან იმ ჯარს და მერე რომ იტირებენ რომ как это так, как по-домашнему რაღაცები რომ დაემართებათ აი იმ ბავშვების გატაცებულების და მოკლულების და ესენი ყველა სულები რომ მიეწევათ და მაგათ სახში რომ დაბრუნდება ომი აი მაგისი ეჭვი არ მეპარება მიკომ ანუ რაღაცაში განსაკუთრებული თქვი ანუ რაღაცა აგრესორი დაიჯება თვითონ იმითი არ მე არაფერი არ მივაწყებლე მე ერთი სტუმარი კაცი ვარ კიდე ტელეფონი მომაწოდა რომ რაღაც მომენტში ვნახე ხო იცი რა არის მე ვფიქრობ ნიკო რომ დიდად საჩვენებელი და სადემონსტრაციო არაფერი აქვს ხო რთული სიტუაცია აქვს რა თვალსაზრისით იცი აი ახლა სანამ აქ შემოვიდოდით ხო ეს უკრაინულმა ეს დრონებმა აი პერმი დაბომბეს და რაღაც პერმში მიიტანეს და ეს იმას მივეცი ChatGPT არა უყურე რა მანძილზეა ლაპარაკი იმიდან ფრონტის ხაზიდან აი ბელგოროდიდან ვთხოვე ესე იგი ChatGPT-ს რა მანძილია პერმამდე 1500 კილომეტრზეა ლაპარაკი ხო აი უყურე ფრონტის იმიდან ხო ძალიან შორი არის ხო და თან რა არის იცი აი ტუაფსეში რაც ხდება ხო მოხდა შენს იმაში თვალსაჩინოში ტუაფსეში რაც ხდება ტუაფსეში არის ნაღდი კატასტროფა თუმცა ეს რუსები და ოფიციალური პროპაგანდა მარტო ეკოლოგიური კატასტროფის ნიშნებზე ლაპარაკობს ტუაფსეში არის მოკლედ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სიდიდით მეოთხე რუსეთში 12 მილიონ რაღაც კუბურ მეტრ წელიწადში იმას იზავს საცავები და იმები სამჯერ დაბომბეს ბოლო 2 კვირის ბოლო 10 დღის განმავლობაში და არის რა მასშტაბის ისა იცი კატასტროფა 5 დღე იყო ხანძარი პირველის რომ ჩააქრეს და მერე ისევ გაჩნდა ხო წვიმა მოვიდა მაზუთის დინარეშიც ჩაიღვარა ზღვაშიც ჩაიღვარა ხო ძალიან ის არის მურტალი სიტუაცია ხო და რის თქმა მინდა ანუ აქვთ დიდი ხრელები ამ იმაში ჰაერ საწინააღმდეგო თავდაცვაში ну ხოხტების ძალიან სტრატეგიული და რაღაცის ობიექტები რაც არის ეს რეზიდენცია და ეს რაღაც ესეთი სტრატეგიული დანიშნულის ობიექტები იმათ იცავენ და რაღაცა მაგრამ უზარმაზარია რუსეთი და ყველაფერს ყველგან ვერ დააყენებ არ ყოფნით და ну არიან ამ თვალსაზრისით ესეთი სუდღეში მაგრამ ყველაზე ძლიერი რაც აქვს ეს პროპაგანდა ხო ну იმის იმედად არიან ხო მიაჩვიეს საზოგადოებაც ეგრე ну სანამ პუტინია რა ის კი არ არის მთავარი იქ წითელ მოედანზე რა გამოივლის მთავარია რომ პუტინი ეს იქ და ხელს იქ ყავდათ იქ ერთი ქვეყანა იყო გერმანია თუ გახსოვს და ესაც ეგრე ჰიტლერი ყავდათ პროპაგანდა და ხო სწორი ის არის პარალელი ხო ну როცა მოვა დრო და უკრაინელები გადავლის შეტევაზე გაცილებით უფრო ჰუმანურად მოიქცევიან ვიდრე საბჭოთა ჯარები მოიქცნენ როცა გერმანიის ტერიტორიაზე შევიდნენ. ხო, ის არ არის ეგ დაუჯერებელი ამბავი, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ ეს პრიგოჟინის ამბოხი რო იყო, რომ რა დღეში ჩავარდა მთელი სახელმწიფო და როგორ წინააღმდეგობას უწევდნენ და წინააღმდეგობას ბჭყალებში ვსვამ, იმიტომ რომ რაღაც გზების გადათხრა დაიწყეს. გზაზე რო იმას 40 გათხრი რომ ტანკებმა ვერ გამოიაროს და ვერტფრენები ჩამოყარეს და მთელი ამბები და ის ანგარის საბარები და ეს პუტინი ეს ფულს როგორ აძლევდა ამ იმას ჩევეკას და ასე შემდეგ. შენ ისა Wire ეგრევე არ ნახე, ხო? სერიალი Wire, იგი რუსულად პრასლუშკა, ქართულად მოსმენა. რომელიც არის ყველა დროის ყველაზე კარგი სერიალი. ყველაფერი და მანდან არის ეგეთი ფრაზა. When you come at the king, you best not miss. აზრია რომ მეფეს თუ დაუპირისპირდები, ბარემ ბოლომდე უნდა ქნა. ხო.
ასე აზრი არ აქვს. კი, ხო, მიქარა. ქნა მივიდა და მე გაჩერდა შუაგულში. პეტერბურგელი ძველი ბიჭი და ეს კრიმინალი და ის იყო, მაგრამ აი ეგეთი მარტივი რაღაცა ძველ რომშიც ეგრე ვიცით, რომ თუ დაიწყე, გადი ბოლომდე, მაინც ესეც მკვდარი ხარ და ისეც მკვდარი ხარ და თუ რაღაცის თავისგანი. ხო და რაც ერთხელ მოხდა, ეგ შეიძლება განმეორდეს რა. ხო და ნიკო ერთსაც ვიტყვი ამ ამბავზე, რომ დავამთავრე ლოგიკურად რომ დავამთავრო. ხო, ეს 26 წელი ხო მიაჩვიეს, რომ ის კი არ არის მთავარი წითელ მოედანზე რა გაიგებს, ვინ იდგება და ეს პუტინი. აი მაგ იმეებსაც სკრეპები როგორ იქნება რუსულ ის ქართულად, აი მაგასაც კი წყალი შეუდგა. პუტინის რეიტინგმაც კი დაიწყო კლება ნიკო. თვითონ არ წერენ ამ. იმიტომ რომ დიქტატორს ყველაფერი ეზრდება და ყველაფერი ემატება და ხო, მაგრამ უყურე იმდენად ის არის რთული სიტუაცია და თან იმის მაგივრად რომ რაღაცა ხდება და ამ რაღაცაზე ირიაგირო, მიჩვეული არის ეს დიქტატურა და ეს ავტორიტარი, რომ რაც ამას ზომავს, ცოტა იმას მიხედავს, ინტერნეტის გაქრობა გადაწყვეტეს. აი ახლა ტუაფსეში რო პრობლემაა, შეიძლება ბევრმა არც იცის. და მართლა რომ ამბობს რაღაც ეკოლოგიური კატასტროფის ნიშნები, ვიღაცა ფიქრობს, რომ იქ რაღაც ერთი ის აფექტდა სისტემა და დაიღვარა. პრობლემები არის და მაგაზე არის ძალიან დიდი უკმაყოფილება, ხო. უკმაყოფილება ერთადაა, ნახევარი ეკონომიკა, ანუ ხო და არარაციონალურია, მაგას რაღაცები მაღაზიები, ხო და ნახევარი ბიზნესები მაგით იმაშება რესტორნის ბიზნესი იმის გარეშე, მიტანის გარეშე და მობილური ინტერნეტის გარეშე ძალიან ხო და მე გაურთულდა ცხოვრება და როგორ ხო ფსბ-ს ფლანგი აწვება ამ იმას ინტერნეტის ჩახსობა შეზღუდვას და რაღაც ესეთი იმის ვირტუალური რკინის ფარდის ჩამოფარებას, მაგრამ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სადაც არის ავად სახსენებელი კირიენკო, ეგ სასტავი ცდილობს რომ ის ინტერნეტი არ გაქროს იმის გამო რომ რაციონალურად ეკონომიკის თვალსაზრისით, პროპაგანდის გავრცელების თვალსაზრისითაც ხო მნიშვნელოვანი არის და რაღაცნაირად შეიძლება აგრძნობინებენ და აი ამ რეალურ სურათს რო ეს რეიტინგი იკლებს მისის, რაღაც დოზით აჩვენებენ და უშვებენ. თორე პუტინი ჩვენი ავტორიტარიზგან როგორ ვთქვა კორექტულად არა განაფორმას ვერ ვამბობ რომ მოკლედ ჩვენთან რაც ისახება და რა ფორმითაც იყალიბდება ხო იმისგან განსხვავებული არის იქ კლასიკური ავტორიტარიზმი არის ავტორიტარს დიქტატორს უნდა არა მხოლოდ ეშინოდეთ მისი ამედ უყვარდეთ აფთოვანებულები იყვნენ ტარს უკრავდნენ და ხო აი ესეთი რაღაცა არის და ნუ ამ იმას ზეწოლას გარემოცვა რაღაცნაირად უკეთებს, ხო? მისთვის ეს მნიშვნელოვანი არის, რომ უყვარდეთ. ხო და აი ახლა ეს ინტერნეტს რო ახშობს და რაღაცას, და ბევრი შემოსავალს კარგავს, ბევრ ცხოვრება ურთულდება და არის ეს უკმაყოფილება. ნუ ვიღაც ტიპები გარემოცვიდან ცდილობდნენ, რომ რაღაცნაირად მე ჩვენს ავადსახსენებელი კირიენკო, რომელსაც რატო ამბობ იცი? რატო იცი? მასა აქვს ჩაბარებული. მან დაალაგა ამ აფხაზეთში ის კონფლიქტი რო იყო თვითონ აფხაზურ ელიტაში, რომ გაიხლიჩნენ და ეს. მაგით ავადსახსენებელი თუ კიდე რამე აქვს გაკეთებული? ახლა ცოტა ამბავი არის, აქ არის მეფის ნაცვალივით არის მარტო ისა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ისედაც არ ვიცი ვინ არის ტიპი. ხო, ესეთი გავლენიანი ტიპი არის. თან როგორ არის, იცი რომ აი კლასიკა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი კი არ არის. უფროსის მოადგილეა. ვიღაც ესტონელი არის, ვიღაც არა, ნუ ეს გვარი აქვს ძალიან ესეთი საყურადღებო. ვოინო. ის არის უფროსი, მაგრამ თავარი ეს არის. ლატვიელები აღარ ყავთ იქა? სროლელები. სტრილოკ. ჩემი ისტორიული რეფერენსებიც გამოვიყენა. ხო, მაგრამ ეს ნეტა რა ფილმზე ყვებოდი ამ ბერიას იმას, იმიტომ რომ ბელა ესონცე პუსტინი არის კახი კავსაძე რო თამაშობს და ძალიან მაზალო ისტორია რო არის. მაგრამ სამოქალაქო ომის დროს ხდება მოქმედება, ხო გამახსენდა და არანაირი. ეგ ხო გააქნა ნახე. ბელა ესონცე პუსტინი. ნაწყვეტა. მან სცენა მახსოვს რომ ტიპი ესე ჩაფლულია და ის ჩაიგნით წყალსასმოს მეტი არაფერი არ ვიცი მანდედან, მაგრამ აურიე რაღაცები ერთმანეთს ალბათ გვერდი იყო ისინი რეცენზიები და რო წავიკითხე 15-ის ვიყავ იმის მერე. შეგიძლია ნიკო. მადლობა. მე რატო ვახველებ. ეხლა ვნახე რომ 20 წლამდე ფეხბურთელების ჩემპიონატი ჩატარდება საქართველოში. საქართველოსა და სომხეთში. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვერ იყიდა ლიცენზია და პირველად მსოფლიო ჩემპიონატს ვერ უყურებთ საზოგადოებრივ მოწყობილზე. აბა სად უყურებთ იმედზე იქნება? საკაბელო ტელევიზიებს. ფასიანი.
ეგ რომელ ჩემპიონატი? სოფლიო ჩემპიონატი. სოფლიო ჩემპიონატი ეს მე 20 წლამდე ამსკაშენ. სოფლიო ჩემპიონატს იქ შევხედოთ. კარგია, იმიტომ რომ იმედზე რო გაეშვათ არ უყურებდი და რაც არის მინდა ხოლმე. იმედზე არც გავიდოდ. რო ეყიდათ. როდესაც იმედზე სოფლიო ჩემპიონატი. იმედზე გადის რუსთავიორზე ხო გადიოდა ადრე. სოფლიო ჩემპიონატი. რუსთავიორზე გადიოდა სოფლიო ჩემპიონატი მთელი ის ჰქონდათ. სხვადასხვა ფანობა იყო. გახსოვს ეგ რუსთავიორობდა და რაღაც იტალია და შვეიცარიის საელჩოში რაღაც შვეიცარელთა ფანები იკრიბებიან და გასართობი იყო. იმედი აჩვენებს ხოლმე საქართველოს ეროვნული ნაკრების რაგბიში თამაშებს. მან უყურებ ხოლმე და წარმოუდგენელი არის ხოლმე ეს შესვენება რო არის და ხო არ გადართავ ეგრევე და რო მექანიკურად რო უსმენ და ვფიქრობს და ხო რა ხდება. აბუს დაკიქ წეს რომ კაი იყო ინტელიგენტური და არაინტელიგენტური ხუმრობებიო, ინტელიგენტური ჯიმის არის და არაინტელიგენტურიც მისია ხოლმე, ან ორივე შეუძლია, ეგრე არ არის რომ მხოლოდ ერთ გარემარბიც არის და დაცვაც. როგორც უნდა ისე აკეთებს. ნაპოლეონის მოყვარული ვარ ასევე მე, ცნობილი ფაქტია, ნაპოლეონს ხშირად თავის ჯართან ერთად ეძინა. იმ დროსაც კი, როდესაც უკვე ჟოზეფინა ყავდა ცოლად. ორივე ნამცვარი როა. ჟოზეფინაც ნაპოლეონიც. კი. და ცეზარის სალათია სამაგიეროდ. ეგეც სუფრად. ჩინგისხანის ცეზარი რატო ქვია? ალბათ ხურცი როა დაჩეხილი? არა, კაი ხუმრობაა, მაგრამ სავარაუდოდ იმიტომ რომ Caesar's Palace-ში ან რაღაცა ეგეთ ბევრი კერძია, რომელსაც ეგრე სახელი ქვია, თქვა პრაჟსკი ტორტ, პრაღული ტორტი, ეჭვი მაქვს რომ სასტუმრო პრაღაში გააკეთეს და კიევური კატლეტი? კიევური კატლეტი კიეურია. გორული? ლოფერებზე ხუმრობა მოგიწონა სულ ყველამ, კიდევ ერთხელ გაიმეორე. რა ვიცი, რამდენი რამე ვიხო. კაცი ლოფერებით, სახში გაუშვეს მოფერებით? იცოდი შემდეგ? ვინ არის? მამუკამდინარაძე არა. ჭაღარა კაცი ლოფერებით, სახში გაუშვეს მოფერებით. კაი, წინაზე ველაპარაკე კორძის კონცერტზე და ანა კალტოზი გვწერს, მე ვიყავი კორძის კონცერტზე, მიუხედავად რომ ძალიან კაი იყო, როგორც ყოველთვის ცოტა უხერხულია 2 საათის შემდეგ რო იწყება დათქმული დროიდან. მე არ ვიცი კორც რა აუდიენციაზე უნდა გასვლა, მაგრამ ეხლა ვინც ყავართ, მართლა ყოველს წელზე ეკიდა ხელი და დატანჯული იყო სახეზე. რავი, როკსტარების კონცერტებზე ვარ ნამყოფი და ზოგ საერთოდ არ დაუგვიანია, ზოგი მაქვს 1 საათი, ისიც იმიტომ რომ სხვა პროგრამა მოდიოდაო, ანას ტკივილი მესმის, მეც იქ ვიყავი და ეს არის ხოლმე კორძს კიდე რა უშავდა, ანუ ერთ-ერთი ჩვენი პრობლემა არის ხოლმე, ანუ კორძის კონცერტი და მერე ბეთფორდს ერთ კვირის მერე იყო ყოველს ქარხანაში. კორძის შემთხვევაში ეწერა რომ კარი იღება 7-ზეო და 9-ზე დაიწყო, რაც დათო დამეთანხმებით ძალიან ჰუმანურია. ხო? 7-9 2 საათი. კარი 7-ზე იღება. ხო, და 9-ზე იწყება კონცერტი. ანუ კი არ ვამბობ რომ მართლაც და დაღლილი ვიყავი და გვიან დავიწყო მეც და მესმის ანასაც წერს, მაგრამ შენ უნდა ნახო ხოლმე მონოჰოლში იწყებოდა კონცერტები 2 საათზე, ღამის 2 საათზე და მე ვინ მითხრა რომ რაღაც ბეთფორდს ხალხი იყო რომ 4-ზე დამდგარ ვარ თუ ანუ პირველზე არ იწყებოდა ჰედლაინერი ვინც არის ვის კონცერტზე ხარც მოსული 2 საათზე იწყებს დაკვრას და 2 საათზე ჯონ ლენონ featuring ჯიმი ჰენდრიქს და ისა ჯიმი მორისონი ბექებში არავინ აღარ მინდა იმიტომ რომ გაფუჭებული ვარ უკვე მაგ დროს მე ასაკს ვაბრალებდი მაგრამ სხვა მას რომ არა ყველას გვიჭირს ხოლმე ესო ასე რომ განა სამართლიანი ჩივილი არ იყო ეს, მაგრამ იმდენად გაცილებით უარესებს ვარ მიჩვეული, რომ როცა კორძის კონცერტი დამთავრდა და სახში ავტობუსით წამოვედი, მეთქი ხო არ გადავდი რა კაი არის. და აი 9-ზე რომ მიყვა კონცერტი გონია და 2-ზე იწყება, იმ სამსაათში ლუცვავ და რაღაც უკვე თრალი ხარ ძალიან და ვეღარ როგორც ამბობენ, ანუ ბოროტი ხმები ამბობენ, რომ სწორედ მაგიტო იწყება გვიანა, რომ ხალხი რო არ იქ შეკრებილი მეტი ალკოჰოლი გაიყიდოს. არ ვიცი, არ ვიცი, მაგრამ რაც გავიგე ის გავიმეორე. ეს მივაწოდეთ იმას მდინარაძეს და იქნებ ბანდაც მოაწეს რიგოს. სურათს ბალანჩევაძე მხატვრული ლიტერატურის გამო იშვიათად დავდივარ, რომ წიგნის ფესტივალზე არის იგივე ბაზრობაზე ლაპარაკი, უამრავი დოკ ლიტერატურა აქვს. ეგრევე მიხვედი თუ არა? დეჩამ რომ მაგდენი ხალხი არასდროს არ მინახავს, იქ აი გადავსებ. ვერ მივედი, მაგრამ უშტოს შენ. ანუ უშტოს გამოდის რომ გიჟია ამბობდა. ვერ მივედი, მაგრამ მონიშნული მქონდა არა. გარდა იმისა რომ უშტოს ის არის, ასევე გიდი არის, ჩვენი კოლეგა კრეატორი არის, ქალაქს აცნობს ხოლმე. ზურიუსი ამბო, მან ძალიან მაგარი. კი, მოკითხა და მეც იცი რა არის, მე ვყიდულობ ისა ხატრული, აი მე რამ მქონდა მონიშნული. კილიმანჯაროს თოვლია სემინგუეის მოთხრობები. ხო, ჯენტლმენი მოსკოვში, ზამოისკის პოლონეთის ამბავი, ლაშა ბუღაძის დამკვირვებელი,
აი დრაკონები ეს მედუზას ის დრაკონების ის არის და იქ ნაბოკოვის ერთი მოთხრობა დრაკონის შეიძლებოდა შეეტანათ და არ არის მედუზა არის ძალიან კაი გამოცდილება რომპაჯეტის უმცროსი მეგობრები არიან და რაც სულ რომ ხვდება ხოლმე მიხარია იმიტომ რომ არ ვიტყვი რომ რაც წიგნებს ვკითხულობდა რაც მაგრამ წიგნები დამინახავს და რაც ზოგი ადრე წამიკითხავს და ზოგს რა წავიკითხავდი როცა წიგნებს ვკითხულობდი ეგეთია და ლამაზად არის ხოლმე დამოწმებული მე ორი წიგნი მინდა და ორივე არ იყო იმიტომ რომ ის გამოცემები განიხებენ მონაწილეობას კი და იცი რა არის ისე დროს არის როდესაც ჩვენ ფული არა გვაქვს ხო ძირთადად ეგ არის მოკლედ ისა ფეხის სადამდეც თუ საბანის სადამდეც გაგწუდება ფეხი იქამდე გაშელი მაგ დროს წელებისთვის არ არის ფასდაკლებები რა არა იქ ზოგადად არის ფასდაკლებები და თუ რომ მიხაი ჯიმი მოვიდა და ახლა ნაცნობი გამომცემელმა შეიძლება გაჩუქოს ერთმა ორმა წინაზე აჩუქეს მაგრამ მეც ვყიდულობდა მე თან რა არის იცი ახლა წლის განმავლობაში ანა წარმოიდგინე გამომცემელი იყოს და შემოვა ჯიმი მოდი ჯიმი რაღაც წის გაჩუქებ ეთქოდი ხო და წლის განმავლობაში მაინც გიწევს მე ვყიდვა რა ახლა ის მე სულ მიკვირს ტიპები რო გამოდიან 4-4 და 6-6 და ის რომ მოაქვთ ნუ ეგრე ვერა ერთ არ უჩუქებია შენთვის არავის როგორ არ უჩუქებია უჩუქებია ვანგი ვთქვი რომ კი ბატონო შეაჩუქე შენი ნათაკვი ეს რას გაჩუქებს არა მე მეგონა რომ აჩუქე პროსტა ისე გითხარი რომ იტყოდი აბა რა ვქენია არა რა ის იყო არ მიჩუქებ რა მაგიდაზე თუ უდევს მოვიპარავ ხოლმე მე იმ პრინციპით მოვწიგნის ქორდი არ არის ვაინმენი წერს რომ ჯიმი მართლა რეპერივითაო წინაზე ვახსენე რო ამოიოხრო F-ზე მოყვება რაღაცას 15 გადავიკაი და ასევე ამელია კითხულობს რომ ნეტა ჯიმი და მამა ჩემი რო დავსვა ერთ ოთახში პირველი რომელი დაიღლება და რამდენ ხანში გულიო მამა შენ დაიღლება ამელია თუ შეიძლება ჩემი ჯიმი არის ჩემი ჯიმი ეგრე არ იღლება ადვილად წინაზე ვლაპარაკობდით ჰიპოპოტამების პრობლემაზე და ასე შემდეგ სადაც შენ არაადამიანურობა გამოვავლინე რომ ჰიპოპოტამები უნდა დაიხოცნო თქო და ეხა რასერჩი საწყალ ჰიპოებს ეგრეთ სივსისხლიანად რომ გადაუსვი ხაზი იქნებ მოიძებნოს სხვა გამოსავალიცო და რამდენიმე 2 თუ 3 ის იყო ეგეთი ჩემს ყობახიძე გწირს ეთყობა ხორცის გაიაფების ამბავში სხვა გამოსავალი ეგ არის როგორც ემიგრანტმა ნიკოს სიტყვები ჰიპოპოტამებს აფრიკაში მოუწყდნენ და იქ მოვა რომ კოლუმბიაში სადაც არიან სადაც არაა მათი ბუნებრივი სამყოფელი დახოცონ რა პრობლემაა პერსონალურად მოხდა გულზე აქცია უნდა მოუწყო ნიკოს ლოზუნგი დღეს მეც ჰიპოვარო ჯორაკა ის არის წეს რომელსაც ცხადია რომ ემიგრანტები არ უნდა კიდევ ერთი მარტო ენდემური ცხოველების მიმართ ჰუმანურობა რა უბედურება ფაშიზმის სახეცვლებაა ჯოშუა კამოან რა ფაშიზმი ეხა გეტყვით რო იყოს ჰიპოფობი ხარ მომის მინერტ წამი რო იყოს სვანი ნარკო მოვაჭრე ერთი წამი რაღაცა სახელი და გვარით ესკობარიანი არა აქვს მნიშვნელობა ჰიპოპოტამიანი და იქ რო ახვიდე და მესტიაში რო ჰიპოპოტამები დარბოდნენ როგორც ჯიმი ყვება ესე კუდს ატრიალებდნენ და ყველგან ძღნერს აფრქვევდნენ ჰიპოპოტამი ხო იკვებება რაღაც თან კი არ ვამბობ რომ ჰიპოპოტამის წინააღმდეგ ვარ რამე მაგრამ სვანეთში რომ ჰიპოპოტამები დარბოდნენ უმეტესობა ვიტყოდ რომ დავხოცოთ რა ვქნა ცოდოები არიან მაგრამ იქ ჯიხს შეჭამენ ისინი არიან რა ვეგეტარიანელი რა ვეგეტარიანები რა ლომებს ხოცავენ მაგრამ არ ჭამენ ბიჭო შეჭამონ მაინც მე ჯიხს რომ იკლავს იქა არა არ შეჭამოს მაინც აბა როგორ არ მომიკლავს ჰიპოპოტამები არიან უკიდურესად სისხლის მსმელი ირემს რომ მიათრევს ხო იქა გაგნახი რომ ესია და ეს იქნება არ არის საჭირო მოჟეტნინა და ნადაში მამაზაღონა და ჭამს იქა როგორ იქ რო გაუშვა დაგიხოცავს რაღაცებს და მე ესე იქნება რომ ჰიპოპოტამს ხელს ვერ ვახლებ ხო იქნება რომ შენ ეზოში რომ ჰიპოპოტამი ყავდეს ვიღაც გვარის მოყვანილი რა სიტყვი თორე რამის კი არა ვერჩი ჰიპოპოტამს რილები გაქვს ნახეთ პატარა ჰიპოპოტამები ყურებს სხვა კი ძალიან საყვარელი და ამას უნდა რომ ისა მოკლას მე მინდა რომ მე წარმომიდგენია ესე რომ ჩემ გარშემო რო იყოს რა თელავს რომ ჰიპოპოტამები შეესივნენ მე მგონი უმეტესობა ვიტყვით რომ ცოდოები არიან მაგრამ იქნება ის დავტოვოთ ვენახი გადაურჩინოთ კაცს და ისა იქ რო დარბიან რა გონია რას ქართულ ბეგება ბეგი კაცო მაგაზე მთელი ისა მაქვს გამოკლებული ანუ თან სხვა გამოსავალი თუ რამე მე ის კი არა რომ მაგათი სისხლი კი არ მწყურია მაგრამ ნუ ახლა რა უნდა უყო ბეგი დაარქვეს აქ ბოდიში თორე რო ჩამოიყვე ჰუსეინ დელფინი ესეთი სახელი ქვია დელფინი რა ვау ესე დაარქვეს საყვარელი ცოცხალია ხო კიდე თუ ცოცხალია რა შენ თუ არ მოკალიცად მე მგონია რომ მე მაქვს აბსოლუტურად რაციონალური პოზიცია რომ არაფერს არ ვერჩი თუ სხვა გამოსავალი მოიძებნა ხო რაზე ვლაპარაკობთ
კოლუმბიაში ესკობარმა თავის დროზე ჩაიყვანა 1 მამრი და 3 და გააბრალა. და გამრავდნენ დღეს არიან 500 და ვერაჩერებენ და რაღაცა და პრობლემაა. ბუნებრივი ის არ აყოთ, იქ არავინ ადამიანის გარდა. ადამიანები ესე ვართ, რომ ამის ამას ხელს ხო არ მოვკიდებ და ისინი დარბია და გარშემო ბუნებას დედაუტირეს. მარტო ადამიანები კი არ იმასუშვებით. და ჯიმი მოყევი როგორ იმასუშვებიან? ტერიტორიას როგორ ნიშნავენ? ხო, იმას აფრქვენ. კი. და ვიცი რა არის ახლა თუ ეს ძალიან გინდა ეს ბეჰემოთის ფიზიოლოგია შევიდეთ. პენისი ძალიან უკუღმართი პენისი აქვს. პენისაც ახმარს იმას გაფრქვევას და მაგ დროს ხო. ხო არა, ნუ შეიძლება მეუცდები და შეიძლება ყველას გინდათ რომ და ჩემი იმერეთის უკან ჰიპოები დარბოდნენ და იმას რა გვაქვს იმერეთში კარგი სიმინდებს ჯეკავდნენ და ჭაც ვეღარ წონა აქვს 3-დან რაღაც იმამდე 4.5 5 ტონამდე არ ვიცი შეიძლება შენაირმა უსულგულო პოლიტიკოსებმა 3-4 ტონა წონა. და ის წონის 1/3 აქვს თავზე რაღაც არაპროპორციული პენისში უნდა გეთქვა. თქიოთ. კიდე მორჩა თუ გავაგრძელოთ კიდე შეგვიძლია სხვა შინო. არა, დავამთავროთ ნიკო და ისქენი და იმშვიდობ რაღაცები ბოლო to action. აბა ისე უცბად ისე თემაზე ისე თემაზე გადავედით ნიკო რომ რაზე ბოლოში რაც ლაპარაკობთ ახლა ჰიპოპოტამის იმაზე ისე ჰიპოპოტამი შენ დააბრუნე ესეთი სიმძაფრით მე წავიკითხე კომენტარები. იდეა არის რომ კომენტარებს ვკითხო, ორი სიტყვით, ანუ ერთი რომ გამოვეხმაუროთ ადამიანმა რაღაცა მოგწერა ჩვენც, რომ აი დაგინახეთ, რესპექტ, ყველაფერი, ორი სიტყვით უპასუხოთ და გავიაროთ. და შენ უცებ ჰიპოპოტამის პენისი შემოიტანი აქვს, რომელიც ყოფილა ძალიან უკუღმართი სტუდიო თუ როგორ კარგით აქ დავამთავროთ ნახვამდის დროებით.